გამარჯობა საქართველოდან სოფლიო მეცხრე არხის ობიექტივში უახლოესი 2 საათის განმავლობაში თქვენთვის აქტუალურ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას. ახლა კი მოკლედ გეტყვით იმ თემებს, რომლებზეც ცვლად ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ლაფანყურის საქმის გამოძიება გრძელდება, გარდაცვლილებს ხელახალ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, პირდაპირ ეთერში პანკის ჩვენ ცოტა ხანში ჩავთავთ. ასევე ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ექსკლუზიური რეპორტაჟი გერმანიიდან ცოტა ხანში ჩვენი კორესპონდენტი დავით ახვლედიანი იმ წერილს შეგვახვედრებს, რომელიც ფაშისტულ გერმანიაზე საუბრობს. დაქცეული მმართველის საქმე აჭარაში ბოლო 9 წელი ასლან აბაშიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თავად ბრალდებული კი სხდომას არ ესწრება. ჩვენი კორესპონდენტი ებრძადება პირდაპირ ჩართვისთვის, რომელიც დეტალურად მოგვიყვება სასამართლო პროცესის შესახებ. გადაცემის მეორე ნაწილში კი გაიმართება დებატი, როგორც ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები ამბობენ, ქართული ოცნება საარჩევნო დაპირებების მსხვერპლი გახდება. სწორედ ეს იქნება ჩვენი სასაუბრო თემა. ახლა კი ზუსტად 6 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერში უნდა გავიგოთ რა არის ამ დროისთვის ქვეყანაში მნიშვნელოვანი. ნატა ასათიანი შემოგვიერთდა. გამარჯობა ირაკლი, ამ დროისათვის განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე წამში გაგაცნობთ. FBI-ის დირექტორი საქართველოშია. ამერიკის ელჩის განცხადებით, რობერტ მიულერის ვიზიტის მიზანი სოჭის ოლიმპიადის მოახლოებაა. მისივე თქმით, FBI უზრუნველყოფს ამერიკელების დაცვას ტერორიზმის საფრთხისგან. რობერტ მიულერი რეგიონში საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. ელჩის ინფორმაციით, FBI-ის დირექტორი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალეკო ტაბადაძეს შეხვდა. FBI-ის დირექტორი ბატონი რობერტ მიულერი სტუმრობდა თბილისს. მას ჰქონდა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, ასევე პრემიერ-მინისტრთან. იგი განიხილავდა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მოგეხსენებათ, FBI პასუხისმგებელია ამერიკელების დაცვაზე ტერორიზმისაგან. ამდენად სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად ის ატარებს შეხვედრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ატლეტები იყვნენ დაცულები ტერორიზმისგან. საქართველოს პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის შეფასებით, ახალაიას სასამართლო საქმე და შედეგები მაჩვენებელი იქნება იმისა, შედგება თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო. პრეზიდენტი ახალაიას გუშინდელ პროცესს ეხმაურება, როდესაც მოწმემ უარყო ის გარემოება, რაც ბრალდებაშია ასახული. პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. წინა წლებში ჩვენ შევქმნით სასამართლოს დამოუკიდებლობის სერიოზული ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, თუმცა რა თქმა უნდა საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი ვინაიდან ნამდვილი დამოუკიდებლობა პრაქტიკით ყალიბდება და არაფორმალური ნორმებით. ამიტომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სასამართლოს გასაძლიერებლად და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი სამართლებრივი დაცვისათვის, ნათქვამია განცხადებაში. სოკარის საავტომობილო გაზგასამართი ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. აზერბაიჯანული კომპანია თბილისში უკვე ბუნებრივი აირით მომსახურების მეხუთე კომერციულ სადგურს ხსნის. 2013 წლის ბოლომდე სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი სერვის ობიექტების რაოდენობას 20-მდე გაზრდის. მომავალ წელს კი სადგურების რიცხვი 35-მდე მოიმატებს. სოკარს კონკურენცია საავტომობილო გაზგასამართი ბიზნესის სფეროში წვრილ მოთამაშეებთან ერთად მსხვილ ნავთობიმპორტიორ კომპანიებთანაც უწევს. დღეს ახალი სერვის ობიექტი დედაქალაქში სოკარის პრეზიდენტმა გახსნა. Последние 3-4 года в Грузии наблюдаем уникальный феномен. საავტომობილო გაზზე მოთხოვნა საქართველოში არნახული ტემპებით იზრდება. მხოლოდ გასულ წელს ეს ბაზარი დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. რასაც ვფიქრობ, სოფლიოში ანალოგი არ აქვს. ბუნებრივია სოკარი ამ მოვლენებს გვერდს არ აუვლიდა და გადავწყვიტეთ გაზის მომსახურების ამ სეგმენტში ადგილი დაგვემკვიდრებინა. ჩვენი ზრდის ტემპი აბსოლუტურად თავსებადია ბაზრის ზრდასთან. 2 წელიწადში ჩვენ პრაქტიკულად მოვიცავთ მთელი ქვეყნის მასშტაბს, რითაც ბაზრის სრულფასოვანი მოთამაშეები გავხდებით. ასეთი იყო ამ დროისათვის განვითარებული სიახლეები. მე 7 საათამდე დაგემშვიდობებით. ახლა კი ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში გელოდებათ. და მთავარი თემები. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩეჩენი ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზები ისევ დგინდება. გარდაცვლილთა ექსჰუმაცია დაღუპულთა ოჯახის წევრთა თანხმობის შემდეგ მოხდა. პროკურატურას არ აქვს დოკუმენტი, რის მიხედვითაც შესაძლოა გაირკვეს თუ არა რა გახდა რეალურად გარდაცვალების მიზეზი. გარდაცვლილებს ექსპერტიზა პირველად სექტემბერში ჩაუტარდათ, დასკვნა კი ოჯახებისთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელია. რაც ბუნებრივია, ბევრ კითხვის ნიშანს პადებს. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთოთ პანკისის ხეობა, სადაც ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება. ახლა საღამო მშვიდობის. რა ახალი ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია, ანუ არის თუ არა ცნობილი, სად ჩაუტარდებათ გარდაცვლილებს ექსპერტიზა?
საღამოშვიდობისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდების საფლავები დღეს დილით გათხარა, რომლის მიზანს განმეორებითი ექსპერტიზა წარმოადგენს. დღეს დილიდან სოფელ დუისის სასაფლაოზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები ესწრებოდნენ ცხედრების ექსჰუმაციისთვის სპეციალურად ავსტრიიდან და გროზნოდან რამდენიმე კვირის წინ ლიკვიდირებულების მშობელთა ნაწილით ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ 7 ლიკვიდირებულის საფლავიდან დღეს მხოლოდ 3 გაითხარა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. დარჩენილი 4 ცხედარს ექსპერტიზის ჩატარება მათთვის რამდენიმე დღეში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცედურა მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, მშობლები მაინც დათანხმდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოძიებას ექსპერტიზის პასუხები ბევრ ახალ და მნიშვნელოვან დეტალს შემატებს. Კონდა ამის სურვილი, რომ ის მეორე ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რადგანაც პირველი ექსპერტიზის ყველა შედეგი გააქრეს. იქ რო რაღაც სათავისოდ ყოფილიყო, იმ შედეგებს ისინი დატოვებდნენ და ან გამოგიგზავნიდნენ. რაც კი არსებობდა იმ სამხარაულის იმაში ჩაუტარდათ ექსპერტიზა, თითქმის ყველა მონაცემი გააქრეს. ესე იგი არ აწყობდათ. აქ მრავალი ეჭვი და მრავალი კითხვის ნიშანი დაიბადა და გვაქვს რომ ამით რაღაცეები კიდევ უნდა დაზუსტდეს ამ ხელახალი ექსპერტიზით. მაგალითად რა კუთხით არის ნასროლი, რა სახის იარაღიდან. არ ვიცი ახლა ექსპერტი რო ჩატარდება, ექსპერტისა ხო იცით, მე რა ვიცი, მე გრეხი კაცი ვარ და მე მგონი მართალს იტყვია. საქმე ექსპერტია დამოკიდებული. როგორ ჩაატარებენ, გამოძიებაზე არის. ჩვენ ხელში რა არის, ჩვენ ხელში არაფერი არ არის. რახან ამათ უკვე წასვლის თუ აქვს და წასასვლელები არიან, იმაზე ავსტრიიდან ჩამოსულები. ეს ამათი შვილის არის და სამი დღის მერე ჩვენ. ასლან მარგოშვილის, ბახაუდინ ბაღაკაშვილისა და სალამ ზაურბეკოვის ცხედრები პანკისის ხეობიდან თბილისში სასჯელ აღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით ექსპერტიზის პასუხები სავარაუდოდ 3 დღეში გახდება ცნობილი. პატა, შენ ამ თემაზე მუშაობდი და ბუნებრივია გექნება ინფორმაცია. პირველი ექსპერტიზა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, რატომ არ არსებობს ჩანაწერი და არ არის შედეგები ცნობილი გარდაცვლილთა ოჯახებისთვის? ჩვენ ამ თემაზე ამ სპეცოპერაციის შემდეგ სისტემატიურად მუშაობთ, როგორც მეცხრახთან საუბარში გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები ამბობენ, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული გამოძიება არასრულყოფილად მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მათ გიალორ თიფანიძის მიერ დაპირებული ექსპერტიზის საბუთები არ იქნა ოჯახის წევრებისთვის მიწვდილი და ოჯახის წევრები ამბობენ ჩვენთან საუბარში, რომ ეს საბუთები წინა ხელისუფლების დროს განადგურებული და საგამოძიებო მასალებში აღარ არსებობს. დიდი მადლობა, ის ხო კახა კუპატაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში პანკისის ხეობიდან გვერდებოდა. ახლა კი თამარ გოგესაშვილი, რომელმაც უნდა გვითხრა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია. რუსეთის მოთხოვნა, ლიტვის ვარი და თარგამაძის გადაწყვეტილება. გივი თარგამაძე საქართველოში ბრუნდება. ქართველი პარლამენტარი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი მასობრივი არეულობების მომზადებაში ადანაშაულებდა, საკუთარ სამშობლოში პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თამარ, მოახერხე თუ არა გივი თარგამაძესთან გასაუბრება და დასტურდება თუ არა ინფორმაცია, რომ ის სამშობლოში ბრუნდება? რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ ძებნილი გივი თარგამაძე საქართველოში დაბრუნებას პირველივე რეისით გეგმავს. ამის შესახებ მან ისაუბრა პირველ რადიოსთან ინტერვიუში, ასევე გუშინ გამართა პრესკონფერენცია ლიტვის სეიმში და განაცხადა, რომ ინტერპოლმა ანულირება მოახდინა ძიების, რადგან ჩათვალა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იყო პოლიტიკურად მოტივირებული. გივი თარგამაძემ ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს, რადგან ის ვერ ახერხებდა ბოლო პერიოდში აქტიურად ყოფილიყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ის სამშობლოში ბრუნდება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაგროვდა. სწორედ ეს განცხადება გააკეთა გივი თარგამაძემ. პირველივე შესაძლებლობისას ამ დღეებში, რომელიც იქნება უფრო მალე რეისი, დაუბრუნდებით ჩემ სამშობლოს. მე ვარ ძალიან ბედნიერი ამითი. მე ზოგადად მინდა მოუხადო ბოდიში ქართულ საზოგადოებას იმისათვის, თუნდაც ბოლო 9 წლის მანძილზე საკმაოდ ხშირად მიწევდა სამშობლოს გარეთ ყოფნა.
რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი, ვთქვათ, ფასეულობა და ეს ცალკე საუბრის თემაა და შეიძლება საუბარი ამ ყველაფერმაც თავის შედეგი გამოიღო, მაგრამ დღეს მე ვარ აბსოლუტურად მოწარნებული იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო სამშობლოში და რაც შეიძლება მეტი ჩემი დრო დავუთმო სწორედ ჩვენს შიდა პრობლემებს, რომლებიც დღეს ალბათ უფრო გართულებულია. გივით არგამაძის განცხადება უკვე შეაფასეს მისმა კოლეგებმა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი განმარტავს, რომ გივით არგამაძის მიმართ დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ გივით არგამაძეს არ ეძებს ინტერპოლი, მას შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში და მიიღოს აქტიურად მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში, თუმცა უმრავლესობა ასევე ამბობს იმასაც, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართულ გამოძიებას კითხვები გაუჩნდება გივით არგამაძესთან, მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ფაქტი, რომ გივიმ ჩაატარა პრესკონფერენცია ლიტვის პარლამენტში, სეიმში, ნიშანია იმისი, რომ მას ძებნა რო ყოფილიყო ინტერპოლი დააკავებდა ახლა, ხო? ლიტვაში ვერ მოხვდები, ქსენში ვერ გაევლი, ლიტვა ევროკავშირის ქვეყანაა. ეს იყო შეთეთხმილი ბრალდება გივის წინააღმდეგ და ამ პერიოდში მე როგორც ვიცი, ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი იქნა განხილული. ის პარლამენტის წევრია და მე თუ მას არ ეძებს ინტერპოლი, რა თქმა უნდა, უფლება აქვს ჩამოვიდეს და ჩვეულებრივ მიიღოს თუნდაც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გივით არგამაძის მიმართ ამ ეტაპზე სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, ასევე პროკურატურაში ამბობენ, რომ მათ არ მიუღიათ რუსეთის მხარის მხრიდან რაიმე სახის მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ექსტრადიციის საკითხს რუსულ მხარეს არც ეს მოუთხოვია, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთის ფედერაცია გივით არგამაძის ექსტრადიციას მოითხოვს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით ეს ვერ მოხერხდება, რადგან ამას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია, თუ არის რაიმე სახის საერთაშორისო ვალდებულებები და შეთანხმებები ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს რუსეთთან არ გააჩნია. გივით არგამაძე როდის დაბრუნდება საქართველოში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ის აპირებს აქტიურად ჩაერთოს საკანონმდებლო საქმიანობაში. მე შეგახსენებთ, რომ გივით არგამაძეს რუსეთის ფედერაცია ედავება მასობრივი არეულობების ორგანიზებას რუსულ ოპოზიციურ ძალებთან ერთად. თამარ, ერთი ინფორმაცია, რომელიც მინდა დავაზუსტო შენგან. გივით არგამაძე ამბობს, რომ ის ჩამოდის ქვეყანაში, რათა პრობლემები მოაგვაროს. ანუ საკანონმდებლო კუთხით როგორ ფიქრობ შენ, ანუ რა დასკვნა გამოიტანეს საკანონმდებლო კუთხით აპირებს ჩაერთოს ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში თუ ესაა პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მან უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააკეთა. ეს იყო უფრო პოლიტიკური განაცხადი, თუმცა იყო საკმაოდ ზოგადი. გივით არგამაძე არ აკონკრეტებს რა სახის პრობლემებზე საუბრობს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს პრობლემები ბოლო პერიოდში დაგროვდა ქვეყანაში და სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას შეეცდება ის ქვეყანაში ჩამოსვლა. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ გოგეშაშვილი. გივით არგამაძე კი დავპატიჟოთ სტუდიაში, თუ რა თქმა უნდა მოისურვებს, როდესაც საქართველოში დაბრუნდება. და კიდევ ერთი თემა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი საქართველოში მეორედ ჩამოდის. რობერტ მიულერს ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ FBI-ის დირექტორის ვიზიტი სოჭის ოლიმპიადის მოახლოებას უკავშირდება. ჩვენი კორესპონდენტი უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით დავკავშირდებით, მანამდე კი რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და ახლა კი დაპირებული ინფორმაცია. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი საქართველოში მეორედ ჩამოდის. მის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს მეცხრე არხის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება და ასევე გაიხსენებს მის პირველ ვიზიტს. ირაკლი, საღამომშვიდობის და თუ მოიპოვე ინფორმაცია, რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში FBI-ის დირექტორი. ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა
შეხვედრის კადრები პრემიერის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. სწორედ აქედან გახდა ჟურნალისტებისთვის ცნობილი, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი იმყოფებოდა თბილისში. მან ასევე შეხვედრები გამართა თია წულუკიანთან და ქვეყნის მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან. შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი, ოფიციალურ დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნოლანდმა, თუმცა ასევე ვრცელდება პარალელურად შეხვედრასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები, რომელსაც ექსპერტები ახმაურებენ. საუბარია საქართველოში მთავარ პროკურატურაში დაწყებულ მასშტაბურ გამოძიებებზე, რომელთანაც დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები მიიღო მთავარმა პროკურატურამ ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელისგან. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რიჩარდ ნოლანდის კომენტარი. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი რიჩარდ მიულერი გახლავთ დღეს საქართველოში. მას ჰქონდა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრთან. მან განიხილა ქვეყნებსა და ბიუროებს შორის თანამშრომლობის ასპექტები. რობერტ მიულერის ეს უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, თუმცა არსებობდა ინფორმაცია, რომ ის არაოფიციალურად საქართველოში იმყოფებოდა მაშინ, როცა ქვეყნის პრემიერი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, სწორედ მაშინ ჩამოვიდა FBI-ის გამომძიებლები ექსპერტიზის ჩასატარებლად. 2010 წელს იმყოფებოდა კიდევ რობერტ მიულერი საქართველოში და მაშინ შეხვდა ვანო მერაბიშვილს, ქვეყნის პრემიერს. მაშინ გაკეთდა განმარტებები, რომ რობერტ მიულერი საქართველოში იმყოფებოდა იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით, იარაღი, რომელიც კონფლიქტურ ზონებში, კონფლიქტურ რეგიონებში იყო. ჩვენ ვცდილობთ ექსპერტების დონეზე დავადგინოთ, თუ რა მიზნით იმყოფებოდა რობერტ მიულერი საქართველოში და ეს ჩვენ თავარ გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე ნახეთ. კეთილი, დიდი მადლობა. საღამოს 9 საათსაც დაველოდებით და ახალ ინფორმაციასაც მოვისმენთ. გახდა თუ არა ოცნება პოპულისტური დაპირებების მსხვერპლი. რა პრობლემების მოგვარების გეგმავდა არჩევნებამდე კოალიცია და გადაიხადა თუ არა დღევანდელი მთავრობა მარჯვნივ. მართველი გუნდის ოპონენტები ოცნების პოლიტიკურ საქმიანობაზე ღიად საუბრობენ. არის თუ არა ოცნების პოლიტიკა საოცნებო და რა შეცდომები დაუშვა ივანიშვილის გუნდმა. ახლა მოვლენათა ეპიცენტრში ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანენა ნაჭყებია და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი იქნებიან. საღამომშვიდობის ქალბატონ მანენა, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ასევე მივესალმები ბატონ ზაქარიას, რომელიც გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოდით, პირველი შეკითხვა მექნება თქვენთან. თქვენ ამბობთ და პრესით საკმაოდ ისეთ ხმაურიანი შეფასება იყო, რომ ქართული ოცნება შეეწირება საარჩევნო დაპირებებს. რას გულისხმობთ, ანუ ვერ ასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც საკმაოდ მრავლად გასცა არჩევნებამდე? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე და ზოგადად მემარჯვენეები პირველად ვართ მე-9 არხის ეთერში, მინდა წარმატებები გისურვოთ და მინდა ვუსურვოთ ჩვენს მედია სივრცეს ბევრად მეტი გახსნილობა განსხვავებული აზრის მიმართ, ძალიან ბევრი ჭიდილი აზრების. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ შენიშნეთ ჩემი ეს მასალა გაზეთში, რაც შეეხება პირველ კითხვას. ასრულებს თუ არა ქართული ოცნება დაპირებებს. მოდი პირდაპირ თქვათ, იცით, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს შეფასება თვითონ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ მართლაც გავეცით ბევრად მეტი დაპირებები, რომლის შესრულებაც ცოტა არარეალურია მოკლე დროში და უფრო რეალურია ხანგრძლივ პერიოდში და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამას. ზოგადად პოლიტიკური პარტიებისთვის არის მისაღები აი ესეთი ფორმა, როდესაც არჩევნების წინ ისინი გასცემენ უამრავ დაპირებებს, ხოლო შემდეგ ამ დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით ცოტა სერიოზული შეფერხებები შეიქმნება. ამიტომ ფიქრობთ ჩვენ ახალი მემარჯვენეები, რომ ზოგადად სულ სხვა პოლიტიკური კულტურა უნდა დაინერგოს ქვეყანაში და სწორედ ახალმა მემარჯვენეებმა დავიწყეთ ჩვენ პირველად, მე მგონი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აი ასეთი ინოვაცია, ასე ვთქვათ, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში მიღებულია. ეს არის ბიუჯეტის გაწერა პროპორციულად, პროცენტულად, რა მიმართულებით, რა თანხას ჩადებს, იმიტომ რომ ბიუჯეტი არის საკმაოდ შეზღუდული და როდესაც ასეთ დიდ დაპირებებს გასცემ, როდესაც ამბობ, რომ პენსია 100 ლარიდან გახდება 200 ლარი პირველივე წელს, რომ საყოველთაო დაზღვევა მოხდება აბსოლუტურად მთელი მოსახლეობის. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია ამის გაკეთება და გარდა ამისა ეს გიბიძგებს არაეფექტური ნაბიჯებისკენ. მიუხედავად იმისა, ირაკლი, რომ მე მართლა ვთვლი და მართლა მაქვს ზედმიწევნით ზუსტი წარმოდგენა რა ხდება საქართველოს სოფლებში და რეგიონებში. უმძიმესი მდგომარეობა და მართლა ვთვლი, რომ ის რაც კეთდება
ჭირდება დღეს სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების თვალსაზრისით მართლა ჭირდება ჩვენს გლეხებს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ეს არის მაინც იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ეწეოდა ნაციონალური მოძრაობა და ეს იყო ეგრეთ წოდებული ვაუჩერული პოლიტიკა, რომელიც იცით თქვენ რომ თითქმის ყოველწლიურად ხორციელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მან გლეხი და სოფელი ვერ გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან. ამიტომ მე ვთვლი და როდესაც ვიხმარე ეს გამოთქმა, რომ ქართული ოცნება შეიძლება გახდეს მსხვერპლი, სწორედ ეს უზარმაზარი თანხა, რომელიც გამოიყო სასოფლო-სამეურნეო ბარათებისთვის, მე ფიქრობ, რომ არის არაეფექტურად დახარჯული თანხა, ეს არის თანხა, რომელმაც შეიძლება ის ეფექტი ვერ მოიტანოს და ეს არის სოციალური დახმარების პროექტი მოსახლეობის მისამართი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს ეს აუცილებლად ჭირდებათ. ბატონ ზაქარიას მოусმინოთ, რომელიც ბუნებრივია თქვენს განცხადებას გამოეხმაურება და მოვისმინოთ რამდენად იზიარებს იმ შენიშვნას, რომელიც აქვს ახალ მემარჯვენეებს. ბატონ ზაქარია, იმედია გესმით ჩემი ხმა და ასევე უსმენთ ქალბატონ მანას, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნება თავისი წინასაარჩევნო დაპირებების მსხვერპლის შესაძლოა აღმოჩნდეს და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა მაგალითად. მოდით პირდაპირ უპასუხეთ და იქნებ გითხრათ, გასცათ თუ არა ნამდვილად უხვი დაპირებები წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ, რისი შესრულებაც რეალურად წარმოუდგენელია ამ ბიუჯეტის პირობებში, რომელიც აქვს საქართველოს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნებისმიერი დაპირება, რაც გაცემული იყო, შესრულდება განსაზღვრულ ვადებში. მიმდინარე კალენდარული წლის გრაფიკი შედგენილია. ამ კალენდარული წლის მიხედვით 1 თებერვლიდან, უბრალოდ 28 თებერვლიდან საყოველთაო დაზღვევა დაიწყო ოღონდ მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე. 1 ივლისიდან დაიწყება უმწევრთა შემწეობების გაორმაგება მოხდება. 1 სექტემბრიდან დაიწყება საყოველთაო დაზღვევა უყონდ გეგმიური ოპერაციების ჩატარების კუთხითაც. 1 სექტემბრიდან ასევე მინიმალური პენსია გაუთანავდება საარსებო მინიმუმს. უკვე თებერვლის თვეში მოხდა გაზის ტარიფის შემცირება, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 3.5 თეთრით და ასე შემდეგ. ანუ ყველა დაპირება, რაც მე ჩამოთვალე, გაწერილია დროში და სივრცეში და შესაბამისად მივადევნოთ თვალი თქვათ მოვა 1 ივლისიც, მოვა 1 სექტემბერიც და ყველა დავრწმუნდებით თქვათ ეს დაპირებები მიცემულ დროში სრულდება თუ არა. რაც შეეხება ზოგადად დაპირებებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურა ჩვენ სამშობლოში დაპირებების ასრულების კუთხით საკმაოდ დაბალია. მაგრამ ქართული ოცნება შეეცდება და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, რომ ყველა დაპირება შეასრულოს. თუმცა რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ შეცდომებისგან დაზღვეული ვართ, ან რამე შეიძლება ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც ჩვენ ეს გვწადია, მაგრამ იმის თქმა, რომ ქართული ოცნება 6 თვის თავზე იმის გამოცხადება, რომ ქართული ოცნება დაპირებებს არ ასრულებს, ეს ცოტა ძალიან ყველა განცხადება და დროში და სივრცეში აცდენილი განცხადება. მე დავასახელე თარიღები, დავასახელე მოვლენები და მოვა ის 1 ივლისიც, მოვა ის 1 სექტემბერს და ყველა ნახავს პენსია გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს თუ არ გაუთანაბრდება. თუმცა აქ დაპირებების არ შესრულებაზე, როდესაც საუბრობს თქვენი ოპონენტი, მე როგორც მივხვდი, ის პარალელს სწავლებს იმ ბიუჯეტთან, რომელიც გვაქვს. ანუ რამდენად რეალურია ამ ბიუჯეტის ფარგლებში მოხდეს ყველა იმ დაპირების შესრულება, რომელსაც ოცნება პირდებოდა ამომრჩევოს. თუ სწორად გავიგე, ხო? დიახ. ამიტომაც გითხართ მე, რომ ყველა დაპირება არ დროში და სივრცეში გაწერილი. დროში გულისხმობთ იმას, რომ 2013 წლის საფინანსო წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ის გაწერილია ყოველ კვარტალურად და ყოველთვიურად და გისახელებთ თარიღებს. კვარტალები არ დამისახელებიან, დაგისახელეთ თარიღები. კიდევ შემიძლია დავამატო ის, რომ თქვათ 1 სექტემბრიდან ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში სახელმძღვანელო იქნება უფასო, ისევე როგორც 1 სექტემბრიდან გაორმაგდება უფასო სწავლის დაფინანსება და 1 სექტემბრიდან სადოქტორო. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ცოტა ხნის წინ განათლება იქნება ასევე სრულად დაფინანსებული. ასე რომ ვასახელებ კონკრეტულ თარიღებს, ამომრჩევს ხორთ რჩება იმის შედარება, რომ 1 ივლისს რომ მოვა, მოხდება თუ არა და შემწეობების გაორმაგება 1 სექტემბერში რომ მოვა, პენსიები გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს, სახელმწიფოები დარიგდება თუ ასე და ასე შემდეგ. სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე არის საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ უპრეცედენტო პროექტი წამოიწყო ამჟამინდელმა მთავრობამ, რომელიც სოფლის მეურნეობას უკავშირდება, თუმცა ქალბატონი მანანა ამბობს, რომ ეს არის ვაუჩერების პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო წინა მთავრობამ.
დიახ, შემდეგ შეკითხვა რაში მდგომარეობს? შემდეგ შეკითხვა არის თუ არა ის ნამდვილად გაგრძელება წინამთავრობის, ანუ ვაუჩერიზაციაზე იყო ყოველთვის საუბარი, რასაც ნაციონალური მოძრაობის ოპონენტები თავის დროზე აპროტესტებდნენ, რომ ეს ვერანაირად ვერ მისცემდა შვებას სოფელს. ნახეთ, რომ ჩვენ უნდა მოვაშვათ ტერმინებით აპელირებას და შინაარსის განმარტების თავის არიდებას. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ საზოგადოების თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროთ ჩვენს გლეხებს და მრავალწლიანი დაუმუშავებელი მიწების დამუშავებაში, დაეხმაროთ ჩვენ გვეხმებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენაში. და მის აქ თავისუფლება ჩვენს გლეხებს, რა ტექნიკა უნდათ მათ შეიძინონ და რა ფართის ნაკვეთები უნდათ რომ მათ მოხნან. და შესაბამისად დაიწყო ეს კამპანია სოფლის მეურნეობის სფეროში. მინდა გითხრათ, რომ აი ჩემს სოფელში მაგალითად უკვე რამოდენიმე ადამიანი დაბრუნდა. ძალიან ბევრ სხვების სოფლებს რო ვკითხულობ, ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა პრეტენზიით, რომ მე რატო გამომტოვეთ, მე რატომ არ მომეცით ბარათი, მაშინ როცა წასულებია და მიტოვებული აქვს სოფლებით 5 და 10 წლის წინ. ანუ შეიქმნა ის ჯანსაღი გარემო, რა გარემოც ჩვენს მოქალაქეებს თააგონებს რწმენას, რომ სოფლის მეურნეობის ფეხს დაყენებით ამ ეკონომიკის ამ დარგის წამოწევით ჩვენ რამოდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ვინმე თუ იკითხავს ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. და კომპლექსური ღონისძიებები გასტარებელი IAPI კრედიტიდან დაწყებული, წარმოებული მოყვანილი პროდუქციის შეწყდა გასაღების კამპანიით დასრულებული. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ვაუჩერიზაცია ეს და არა საუბარი იმაზე, რა შინაარსი ჩაიდო ამაში, რაში ვეხმარებით გლეხებს. გლეხებს ვეხმარებით თუ არა იმაში, რომ გააკეთონ არჩევანი და არჩევანის გაკეთების შედეგად გლეხებს ვაყენებთ თუ არა თანაბარი შეძლებების გარემოში კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. აი ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ ვაუჩერიზაცია შეიძლება ვიძახოთ, მაგრამ შინაარსი უნდა განუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს. რა არის შინაარსი? ბატონო, სიამოვნებით უპასუხებ ბატონ ზაქარიას. იცით, ერთი მხრივ, რაც ჩამოთვალმა ბატონ ზაქარიამ, აბსოლუტურად სწორია და თქვათ იგივე ვაუჩერებთან მიმართებაში შემიძლია თქვა, რომ რა თქმა უნდა, გლეხს ეს სიამოვნება და მეც თქვათ მაგ აგარაკი და მეც მივიღე სასოფლო სამეურნეო ბარათი და ძალიან მესიამოვნა. ბუნებრივია, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ რამდენად სწორად მიმდინარეობს პროცესი და ბატონი ზაქარია თვითონ ბრძანებდა, რომ რა თქმა უნდა სისტემური ცვლილებებია საჭირო და რა თქმა უნდა კომპლექსური ცვლილებებია საჭირო. მე სწორედ ამიტომ ვამბობ. აი ასეთი დაპირებების გაცემა, რომელიც არ არის ბიუჯეტურად გაწერილი, როდესაც არ არის განსაზღვრული სოციალურ ხარჯებს ზოგადად მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტის რამდენ პროცენტს დახარჯავს მთავრობა და შემდეგ ეს პროცენტები როგორ გადანაწილდება თავდაცვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, სოციალურ პროექტებზე და ასე შემდეგ, როდესაც ეს საბოლოო ბალანსი და ჯამი არ არის გამოყვანილი, მაშინ გადიხარ ასტრალში და მაშინ იძლევი ისეთ დაპირებებს, რომლებიც რეალურად შეუსრულებადია. და მეორე მხრივ, მე საუბარი მაქვს სწორედ აი ამ დაპირებების შესრულების ეფექტურობაზე, რისკენაც უბიძგა აი ამ დაპირებება ქართულ ოცნებას, ხო? შესაძლოა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხედან კაბინეტებში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ თანხის უფრო ეფექტურად დახარჯვა შეიძლებოდა, მაგრამ აი ამ დაპირებებმა აიძულა ისინი, რომ სწორედ ნაკლებად ეფექტური, მაგრამ სოციალური ეფექტის მქონე ნაბიჯები გადაედგათ. და მე სწორედ ასეთ ათვლის სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგებას, რომელიც ძალიან კარგია, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მერწმუნეთ ამით, ქართული სოფლის მეურნეობა, ქართული სოფლის პრობლემები ვერ მოგვარდება და ვერ მოწესრიგდება. ამიტომ ჩვენ ველოდებით, მე მგონი გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იგივე იმ ჯგუფებმა, რომლის შესახებაც საუბრობდა ქართული ოცნება, რომ ყველა მიმართულებით ხედან ექსპერტები და მუშაობენ. ხედვა დაგვანახონ და გითხრან, რას აპირებენ ისინი. ახალი მემარჯვენეების საარჩევნო პროგრამაში სოფლის მეურნეობას რა ადგილი ეკავა და რამდენად მოქნილი იყო თუნდაც ეს პროექტი, რომელიც თქვენს მიერ იქნა შემუშავებული. ხომ არ გიცდიათ, რომ ახალ პოლიტიკურ ძალასთან მოხდეს რაიმე სახის კონსულტაცია, რჩევა ამ სახით, რომლის გათვალისწინებაც იქნება შესაძლებელი? ირაკლი, ზოგადად პოლიტიკაში ესეთი რამ არის მიღებული, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან, აკრიტიკებენ ხელისუფლების ცალკეულ გადადგმულ ნაბიჯებს, თქვათ აძლევენ რჩევებს, რეკომენდაციებს. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რადიკალურად ვიყავით დაპირისპირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ამაზე მწვავე დაპირისპირება წარმოუდგენელია
მშილობა, კუჩის აქციები, ტყუის როლამდეც კი მივიდა ხო საქმე. მიუხედავად ამისა, ამ რეჟიმიდან მაინც არასოდეს არ გამოსულართ, რომ მათთვის რჩევები მიგვეცა და ისინი გვეკრიტიკებინა საგნობრივად და კონსტრუქციულად. თუმცა ისინი ამას ყველაფერს ხვდებოდნენ ხიშტებით და ხვდებოდნენ ისე რომ თქვენ რა იცით, ხალხი ძალიან კმაყოფილია. მე არ მინდა რომ ქართულ ოცნებასაც იგივე დაემართოს და ძალიან მინდა რომ ქართული ოცნება აცნობიერებდეს ზოგადად ოპონირების მნიშვნელობას და ოპოზიციური აზრის მნიშვნელობას. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი გამონათქვამი, რომ ეს პროგრამა არ არის ეფექტური და არ არის მომავალზე გათვლილი და ეს ვერ გამოიყვანს კრიზისიდან ქართულ სოფლის მეურნეობას და ზოგადად სოფლებში არსებულ გაუსაძლეს ვითარებას ვერ შეცვლის, უნდა გახდეს დაფიქრების საგანი მათთვის და არა ვთქვათ აი ესეთი ჩვენ გვქონდა გადანაწილებული ბიუჯეტი სწორედ ასე, ჩვენ გვქონდა განსაზღვრული რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 21% დაიხარჯებოდა მხოლოდ, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას ისე უჭირს რომ ამაზე მეტი პროცენტის დახარჯვა შეუძლებელი იყო და სოფლის მეურნეობისთვის ჰქონდა 1% გამოყოფილი აი ამ თანხისა. მაგრამ აქ ისმება კითხვა რის ხარჯზე ხო? ჩვენ თვლიდით რომ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირებულიყო და ამის ხარჯზე უნდა გაზრდილიყო სოფლის მეურნეობისთვის ხარჯები, სოციალური ხარჯები ზომაში უნდა ჩატეულიყო და არ უნდა გაზრდილიყო ძალიან და არ უნდა გადახრილიყო მარცხნივ. თქვენ შეცდომით მარჯვნივ ბრძანეთ. საქმეც იმაშია რომ ჩვენი მემარჯვენეების კრიტიკის საგანი ხდება ის რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ მარცხნივ იხრება და ემსგავსება მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მთელ სოფლიოში ირაკლი მინდა გითხრათ რომ აი ასეთი ტიპის მონაცვლეობა ხდება. მოდიან მემარჯვენეები, ქმნიან დოვლათს, გამოყავთ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, შემდეგ მოდიან მემარცხენეები, ფლანგავენ აი ამ დაგროვილს, იმიტომ რომ უზარმაზარ სოციალურ პროექტებს ახორციელებენ. მე არ მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ, რომელიც ახალმა მემარჯვენეებმა ახალი მემარჯვენეები სამწუხაროდ ხელისუფლებაში არ ყოფილან, თუმცა ახალმა მემარჯვენეებმა ძალიან ბევრი რამ სწორი დაამკვიდრეს ამ ქვეყანაში, თუნდაც ის, რომ სასურველი იქნება მომავალი არჩევნებიდან ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არსებული ბიუჯეტიდან გააკეთოს დაპირებები და არა რაღაცა ესეთი დაპირებები. ეხლა რაც შეეხება სხვა თემებს, რომელზეც თემებზე გადავიდეთ, თუმცა ანამდე ბატონ ზაქარიას მოვსმოთ, იგივე კურსთან დაკავშირებით თითქოს ახალმა ხელისუფლებამ აირჩია მემარცხენე კურსი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ბატონ ზაქარია, გისმენთ თქვენ ალბათ უსმენდით თქვენი ოპონენტის მიერ გამოთქმულ განცხადებებს. ამაში კალტონი მანამ მართალია, ახალ ხელისუფლებას აქვს ორიენტაცია აღებული მოქალაქეზე, ახალ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებდეს მოქალაქეს, მხოლოდ მოქალაქეს და მხოლოდ მის ინტერესებს და არა ბაზარს და მის ველურ კანონებს. აქედანაც გამომდინარე, ჩვენ დიახაც გვაქვს ორიენტაცია აღებული მოქალაქეზე, მეგვაჩნია, რომ ის დოვლათი, რომელსაც ქმნის ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს მის მოქალაქეებზე და არა იმაზე, რომ გიჟი თავისუფალების პრინციპით ვიმოქმედოთ, ან კიდევ უარესი ბენდუკიცეულის პრინციპით ვიმოქმედოთ, ვინ ძლიერია ის გადარჩეს, ხოლო სუსტი თუნდაც დაიღუპოს. ასე რომ ჩვენ არც მალავთ, ჩვენ აი ამ მიმართულებას ვავითარებთ ადამიანზე, ვცდილობთ რომ ავაშენოთ ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო, ამიტომაც ვამბობთ, რომ ჯანმრთელობის სფერო, რომელშიც ყველა სჭირდება მზრუნველობა და გვერდში დგომა. სოფლის მეურნეობა იმ ხელა მრავალწლიანი გრევის შემდეგაც იმდენ ძალისხმევას მოითხოვს, იმ ხელა ჩართულობას მოითხოვს, რომ მისი ამოწევა მარტო 6 თვის სამუშაო არ არის. ასე რომ აქ არაფერი დასამალი არ არის, ჩვენ ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს ავაშენებთ. დიახ. და კიდევ სხვა საკითხებსაც შევეხოთ, ჩვენ მე არ მინდა რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაში არსებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ, თქვენ ასევე ამბობთ, რომ ორი მნიშვნელოვანი ხარვეზი არის გამოკვეთილი. ერთზე უკვე ვისაუბრეთ, ეს არის მარცხნივსვლა და მეორე არის ქართულ-რუსული ურთიერთობა და დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში. რა ხარვეზებზე მივსაუბრობთ და ანუ რა საფრთხეს ხედავთ ახალი მთავრობის მხრიდან, იგივე რუსეთისკენ სწრაფოსთან დაკავშირებით? სიამოვნებით, თუმცა მე მინდა მარცხნივ გადახრის თემა სულ ორი ედოცით შევეხო. ის განცხადება, რაც ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა ზაქარიამ გააკეთა, სწორედ არის ის, რაც არ არის საჭირო, იცით, ესეთი პათეტიკა, რომ ჩვენ სწორედ ადამიანებზე ვართ ორიენტირებული. მემარჯვენეებიც ადამიანებზე არიან ორიენტირებული და შესაძლოა მტკივნეული რეფორმები განახორციელო, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანს მიაწოდო მისცე მუშაობის საშუალება, შეუქმნა სამუშაო ადგილები და შემდეგ მისცე სრული არჩევანი იმისა, რომ დასაქმდეს და შეინახოს ოჯახი. მე არ ამგონია, რომ სოციალური ხარჯების ზრდამ თქვა შექმნას ის პირობები, რომელიც ბიზნესს გააჯანსაღებს და შედეგით სახეზეა. იცით, მე მესმის, რომ გარდამავალმა პერიოდმა თავისი შედეგი და თავისი კვალი დაატყო, მაგრამ 7 თვის შემდეგ პირველ კვარტალში ასეთი სერიოზული ზრდის
ტემპების შემცირება არის უკვე შემაშფოთებელი სიგნალი. ყოველ შემთხვევაში რეცესიაზე შეიძლება ჯერ ადრეული იყოს საუბარი, მაგრამ დაფიქრებისაგან აუცილებლად იძლევა. ასევე ძალიან შესაძლოა ჩვენთვის კარგია, იცით, მემარჯვენეებისთვის, იმიტომ რომ აშკარად იკვეთება უკვე ორი ძალა, მემარჯვენეები, რომელიც ჩვენ კურსს ყოველთვის ვადგავართ და არასოდეს არ გადაგვეხვევია და დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიძლება ღია განაცხადი არა, მაგრამ ინიშნებები გააკეთა, რომ ის მემარცხენე და ეს იძლევა სწორედ იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიდებატოთ და ვიდისკუსიოთ. ეხლა რატო ვფიქრობთ, რომ მემარცხენე? ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ არც ერთი დაპირება, რომელიც ბიზნესის მიმართ გამოიწვა, ჯერჯერობით არ შესრულებულა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ უახლოეს პერიოდში, მომდევნო კვირაში ჩავატაროთ პრესკონფერენცია და ვთქვათ და შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რას პირდებოდა ის მცირე და საშუალო ბიზნეს და დღეს რა არის გაკეთებული. მეორე, აშკარად შემაშფოთებელია ტენდენცია, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ არის სფეროები, სადაც სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს საკუთრება და ვთქვათ, არის ისეთი თემები, სადაც აუცილებლად სახელმწიფო უნდა იყოს აქტორი და მონაწილე, ხო? იგივე ვთქვათ, საფოსტო გადაზიდვებთან დაკავშირებით და ზოგადად გადაზიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფოსკენ წაღება ამის, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია. იგივე რაც დაემართა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როდესაც შირპს მექანიზატორი არის სახელმწიფო კომპანია და შენ ერთი ჯიბიდან სახელმწიფო ფულს გასანაწილებლად აძლევ ისევ შენს მეორე ჯიბეს, ანუ შენს დაქვემდებარებულს, ბუნებრივია ეს იწევს კორუფციას. ამიტომ ეს არის, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძირითადი. ეხლა რაც შეეხება რუსეთთან მიმართებაში. იცით, მიუხედავად იმ განცხადებებისა და იმ ძალიან კარგი რეზოლუციისა, რომელიც მიიღო პარლამენტმა და ძალიან კარგია ეს რეზოლუცია, რომ იქნა მიღებული. მე მაინც გონია, რომ დღევანდელი ხელისუფლების და პირველ რიგში მისი პირველი პირის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ცალკეული ქმედებები ჯერ კიდევ იწევს ეჭვის საფუძველს, რომ მას სხვანაირად წარმოუდგენია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ის სულაც არ ფიქრობს, რომ პირველ რიგში რაც უნდა მოვთხოვოთ რუსეთს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. და ამის საფუძველს მემაძლევს პასუხში მისი გამოსვლა. იღებს გადაწყვეტილებას, ფიქრობს და ეს კიდე ცალკე თემაა. მე მაინც მგონია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეს სიმძიმე დარჩა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და მოდით თავს ნურც ქართული ოცნება მოიტყუებს და ნურც ქართული საზოგადოება, რომ ჩვენ შევცვალეთ ეს და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან ერთად დასრულდა ერთპიროვნული მმართველობა. ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დღეს ისეთია, რომ ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მაგრამ არ გამოიყენო ევროპარლამენტი იმისთვის, რომ მიიმხრო მთელი მსოფლიო საზოგადოება და რუსეთს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ შენ გაქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია და კეთილი ინებე და ოკუპირებული ტერიტორიები დატოვე. ეს არის ძალიან სახიფათო მიმანიშნებელი იმისა, ასევე მისი განცხადება, რომ არსებობს წითელი ხაზები და ამ წითელ ხაზებს არ გადავალთ. დიდი ბოდიში რომელი წითელი ხაზია? რუსეთისთვის წითელი ხაზია, რომ ის არ აპირებს აღარ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ წარმომადგენელი ჩვენთან იღებს გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ ზაქარია, მიუხედავად იმისა, რომ არის შენიშვნები ახალი მემარჯვენეების მხრიდან, მაინც უნდა აღნიშნოთ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს რუსეთთან რაღაცნაირი ფორმით ურთიერთობის დაალაგებას, არის ქართული ოცნება. თუმცა საუბარია წითელ ხაზებზე და საუბარია იმაზე, რომ პრემიერმა უმაღლესი ტრიბუნა არ გამოიყენა იმისთვის, რომ რუსეთისთვის კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ ტერიტორიები დაებრუნებია, რომელიც არის ოკუპირებული. ანუ იზიარებთ თუ არა ქალბატონი მანანას მოსაზრებას ნაწილობრივ მაინც? მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონ მანანას, მაგრამ ბატონ ბიძინას გამოსვლას თუ ყური უგდეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თომაზე, მან თქვა, რომ დიახაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორია დღემდე რჩება ოკუპირებული და არის საშიშროება კონფლიქტის განახლების. თუმცა იქვე დაამატა, რომ მიუხედავად ამ რთული მდგომარეობისა, ის ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ დასავლურ კურსზე ან დასავლეთის მხარდაჭერაზე ამ მოლაპარაკების წარმოებაში. უფრო მეტიც მან თქვა, რომ არ იფიქროთ დასავლეთმა ჩვენ თქვენი დახმარება ამ საკითხში არ გვჭირდება. ასე რომ ამ შემთხვევაში ქალბატონი მანას ასე ვთქვათ მოსაზრებები ერთ-ერთში იმეორებს ნაციონალურ მოძრაობის კრიტიკას. მე ამას ვამბობ მხოლოდ იმისათვის, რომ პარალელები გავავლო კრიტიკის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ უნდა გვაკრიტიკონ, ეს ნორმალურია, ეხლა ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება და სიამოვნებით მოვისმენთ ყველანი მათ კრიტიკას,
რომ ეს დაფუძნებული იქნება სიმართლეზე და სისწორეზე. თორემ ის რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ბრალდებენ რუსეთთან ლოიალობაში, ეს ახალი არ არის. 2011 წელს მაგას ამბობდნენ, 2012 წელს მაგას ამბობენ და 2013 წელს როგორც ჩანს გარს გამონაკლისი იქნება, ამ წელსაც მაგას ილაპარაკებენ, იმიტომ რომ ამ კუთხით საგარეო პოლიტიკაში როცა თქვა ადამიანმა დასვა ასეთი რთული ამოცანა, რომ დასავლური კურსი უცვლელად რჩება, მაგრამ მე ვაპირებ ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად გავაუმჯობესო ურთიერთობა რუსეთთან, ეს იმდენად რთული გამოწვევაა, რომელიც რატომ გამოიწვია გაღიზიანება ოპოზიციაში არ მესმის. ხალხად ამ კითხვაზე ხალხი მანენაგი პასუხებს და რუსეთთანაც გავაუმჯობესოთ ურთიერთობა, თუ კარგი იყო ის, რომ რუსებს გაუხსენით ქართული ბაზარი, ქართველი მეწარმეცნიერთა გლეხისთვის დაკეტილია რუსეთის ბაზარი. რუსეთის მოქალაქეები უზოდ შემოდიან საქართველოში, ჩვენი მოქალაქეები ცხრილს ვერ ყოფენ დანარჩენ რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის ნორმალური? ჩვენ მოქალაქეები რატო გამოიწვია თქვენი გაღიზიანება პრემიერის გამოსვლით? პირველ რიგში ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ზაქარიას მინდა უთხრა, რომ იმის თქმა, რომ ერთ-ერთი ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის მოსაზრებებს არის ის, რომ შენ არგუმენტი არ აქვს ამის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ რაღაცაში შეიძლება დაემთხვეს ნაციონალური მოძრაობის მოსაზრებას და ამიტომ არ გამოვთქვათ და შიში გქონდეს, ეს უნდა მოისპოს მე მგონი ზოგადად ეს რიტორიკა ქართულ პოლიტიკაში და არ არის სწორი. ხა რაც შეეხება ჩვენს არგუმენტებს, მარტო ეს რომ იყოს თქვათ რაღაცა შეშფოთების საგანი, მაშინ ნუ კიდე იტყოდი რომ თქვათ ახალი გამოუცდელი იყო საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების გამოცდილება არ ქონდა ადამიანს, მაგრამ რა უყოთ თქვათ იგივე განცხადებებს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მე შორს ვარ იმ აზრისგან და მე მგონი დღეს არავის არ ჯერა პოლიტიკოსებს, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია. სწორედაც სპორტი და პოლიტიკა არის ძალიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან, სპორტი და პოლიტიკასთან ერთად კულტურაც და ჩვენ არაერთი მაგალითი ქონია მსოფლიოში, როდესაც სწორედ სპორტი და სწორედ ოლიმპიადა გამოიყენეს ცალკეულმა სახელმწიფოებმა. რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ არ უნდა წასულიყო და არ უნდა მიგვეღო ჩვენ ეს გადაწყვეტილება. მაგრამ რა თქმა უნდა, მე არასწორად ვთვლი პუტინის პროექტში ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას. იცით, ეს საუბარი, რომ ჩვენ სოჭში კი არ მივდივართ სოჭის ოლიმპიადაზე, არაფერს არ ცვლის. ჩვენ მივდივართ იმ ოლიმპიადაზე, იმ ქვეყანაში და იმ ქვეყნის ლიდერის პროექტში ვიღებთ მონაწილეობას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. ბატონ ზაქარიას მოусმინოთ და ჩვენ უნდა დავასრულოთ გამოშვება. ბატონ ზაქარია, ანუ ვიღებთ თუ არა ჩვენ რეალურად პუტინის პროექტში მონაწილეობას, როგორც ქალბატონი მანანა ამბობს. ბატონ ზაქარიას როგორც ჩვენი ხმა არის მის და ჩვენი საუბრის ბოლოს მოდით ბატონ ზაქარია თუ გესმით ჩემი ხმა საინტერესო იქნება უპასუხოთ ქალბატონ მანანას, რომელიც ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართული სპორტსმენების წასვლა ის არის პუტინის პროექტში მონაწილეობის მიღება და ასევე რა დრო დასჭირდება ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისთვის და მე უნდა დაგემშვიდობოთ თქვენ. ესე იგი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქალბატონმა გამოკრიტიკა, რომ პარალელებს ატუავლებს ნაციონალურ მოძრაობასთან და მე იქვე დაადასტურა, რომ მისი და ნაციონალური მოძრაობის მოსწრებები ეთქვევა ერთმანეთს. ხან დაემთხვევა ხან არა. პარალელებს რომ ემთხვევა ეს ემთხვევა თქვენი მოსაზრებები ამ კრიტიკის ამ ნაწილში. რაც შეეხება ოლიმპიადაში მონაწილეობას, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ქართულ სპორტსმენებს არ დაუშალა რუსების დამარცხების უფლება რუსეთის ტერიტორიაზევე და ქართველები მიდიან იქ იმისათვის, რომ გაიმარჯვონ და ქართველებს სიამოვნება მოუტაონ და არა იმისთვის, რომ სახლში გაბუტულები იჯდნენ და პოლიტიკოსების კაპრიზების გამო წარმატებები და წინსვლა არ შესთავაზონ ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას. მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. საუბარი იმაზე, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის არ მიღებით რუსეთს რამე დააკლდება, ან საქართველოს რამე მოემატება, მაშინ ბრძანეთ ბატონო, რა მოემატება რუსეთს საქართველოს არ მონაწილეობის პროცესში დააკლდება რუსეთს საქართველოს არ მონაწილეობით და რა მოემატება საქართველოს ამ ოლიმპიადაში არ მონაწილეობით. კარგი. გავარჩიოთ ძალიან მოკლედ უპასუხებ, მით უმეტეს ახლა მე მგონი ცნობილია ზამთრის სახეობებში საქართველოს წარმატებების შესახებ და მე რა თქმა უნდა ყველა სპორტსმენს მინდა წარმატება უსურვო, არა მარტო ამ ოლიმპიადაზე, არამედ ზოგადად, მაგრამ ცხადია ჩვენ დიდი მოლოდინი რომ იქ ვინმე ოქროს მედლით დაბრუნდება, ნამდვილად არა გვაქვს და ეს მე მგონი თვითონ სპორტსმენებმაც ძალიან კარგად იციან.
რაც შეეხება იმას, რომ ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ამას და რა დააკლდებოდა რუსეთს, ძალიან ბევრი რამ დააკლდებოდა. საერთაშორისო რეპუტაცია დააკლდებოდა. კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და საქართველო არ აპირებს აი ასეთი პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება იმას, რომ თქვათ ბორჯომის შევა თუ ღვინოში, ეს ცხადია, მისასალმებელია და ამას არავინ არ უკარგავს ქართულ ოცნებას. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე გარდა ამისა არის სხვა თემებიც. იცით, მე მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორი იყო და ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა ეს, რომ ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით ჯერ ისმება კითხვები და შემდეგ იწყება გამოძიება. შეიძლება არც არაფერი იყო და რატომ საუბრობთ ამაზე და რატო ვაძლევთ რუსეთს საშუალებას, რომ ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულად საარჩევნო დაპირებებზე. ბატონი ზაქარია ამბობს, რომ დრო სჭირდება ამ ყველაფერს და ეტაპობრივად არის გაწერილი და ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა რომ პასუხი მივიღო. ახალი მემარჯვენეები ბოლო პერიოდში ვერ მოხვდნენ პარლამენტში. მიაკლებთ თუ არა მიზეზს რა შეიძლება იყოს? ჩვენ ეს მიზეზი სამწუხაროდ გქონდა 2003 წელსაც ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც ვამბობდით, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არ უნდა ამოვარდეთ და ვეცადოთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ. სამწუხაროდ არავინ არ დაგვიჯერა მაშინ. ყველა მიშა-მიშას ძახილით გაიქცა და შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ შემდეგ რა მოყვა ამას ძალიან კარგად დავინახეთ. ამ არჩევნების წინაც ჩვენ გქონდა ეს. ჩვენ შეგვეძლო ორი რამის ერთად გაკეთება, ირაკლი. ჩვენ შეგვეძლო მოგეშორებინა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, ვინც აპრობს, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ ამავდროულად შეგვეძლო მიგვეღო უკვე მრავალპარტიული პარლამენტი. მოდი პირდაპირ თქვა, ჩვენ ძალიან ცოტა ნაბიჯი უკლია დღეს პარლამენტში წარმოდგენილ მმართველ კოალიციას მისკენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვოს და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როგორ გადახდა ყველა მმართველ გუნდში. რა თქმა უნდა, მიზეზი ეს არის, მიზეზი არის ორპოლოსიანი პარლამენტი და მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან კარგად თამაშობენ ქართული ხალხის ემოციებზე. ბიძინა ივანიშვილმა ხალხს უთხრა, რომ მე მოგაცილებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა დანარჩენი სხვა პოლიტიკური ფიგურებიც მსგავს ამბობენ. მე იცით რა არის, ირაკლი, ვერასოდეს ვერ ვაპატიებ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის მეთოდი, როდესაც ის იარლიყებს კიდე და ტრის და ახალ მემარჯვენეებზე განაცხადა, რომ ეს არის ვიღაცასთან მოთამაშე პარტია და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა და ყველა ადამიანმა, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს ახალი მემარჯვენეების მისამართით, უნდა იცოდეს, რომ ახალ მემარჯვენეებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაკლებიათ არაფერი და საწყენია, იცით, ზოგადად ასეთი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლა. დიდი მადლობა, მე მაყურებელს შევახსენებ, პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობას იღებდნენ ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ქალბატონი მარიანა ნაჭყებია და ქართული ოცნების წარმომადგენელი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. რეკლამის შემდეგ უკვე ბიზნესის დრო და დღის ხომ მთავარი თემები გეოლდებათ, ასე რომ არ გადართეთ. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. ახლა კი მოკლედ გეტყვით ცოტა ხანში თუ რა თემებზე გავამახვილებ ყურადღებას. სირია და რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი კონფერენციის გამართვას გეგმავენ. ვის მასპინძლობს ვლადიმერ პუტინი, რეპორტაჟი ნახავთ ცოტა ხანში. ასევე ევროპელების სირიაში აღნიშნულთან დაკავშირებით სადამსჯელო ღონისძიება გატარდა. უფრო ცვლად კი უცხოეთის მიერ მომზადებულ რეპორტაჟი ნახავთ. ახლა კი ერთად გავიგოთ რა ხდება ბიზნესში. პირდაპირ ეთერში თეა შველიძე შემოგვერთება. მოგესალმებით ირაკლი. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა კაპიტალის ოფშორებში დამალვა რთულდება რამდენიმე წუთში. ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა კაპიტალის ოფშორებში დამალვა რთულდება. ეს არის ძირითადი თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. ეროვნული ბანკის შეფასებით ეკონომიკური აქტივობის წინასწარი მაჩვენებლები პირველ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალია, დაგეგმილთან შედარებით მკვეთრად დაიწია ინფლაციის დონებაც. მოთხოვნის შემცირება ფასების კლებას იწვევს. ამისი ნათელი მაგალითი პირველ კვარტალში იმპორტის შემცირება ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეკონომიკის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 პუნქტით 4.25%-მდე შეამცირა. სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა პირველი კვარტლის მონაცემები, ჩვენ ასევე გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები აპრილისთვის. სამწუხაროდ ამ მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ 1%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.
ამის მიზეზი არის როგორც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან. და სხვა ინფორმაციები რუსაველის გამზირზე მალე სწრაფი კვების რესტორნების ცნობილი ქსელი ვენდი გაიხსნება. მემორანდუმი კომპანია ვისოლმა მულტინაციონალურ კორპორაციასთან ჯერ კიდევ შარშან გააფორმა. მაკდონალდსის კონკურენტი ვენდის ბურგერებსა და სენდვიჩებს ქართულ მომხმარებას უახლოეს დღეებში დააგემოვნებინებს. ვისოლი სულ 25 კაფეს გახსნას აპირებს, იმავდროულად აზერბაიჯანის სწრაფი კვების ბაზარზე შესვლაზეც მუშაობს. შესაბამისი უფლება ვენდისგან ქართულმა კომპანიამ უკვე მოიპოვა. ქართულ ბაზარზე ცნობილი ლატვიელი მომღერლის ლაიმა ვაიკულეს პარფიუმერიის ხაზი შემოდის. ლაიმა ლუქსი 1800-მდე დასახელების ძირითადად თმის მოვლის საშუალებას აერთიანებს. ამავე დროს ფლობს ამერიკული გოდველის ხაზის ექსკლუზიური რეალიზაციის უფლებასაც. ლაიმას ბრენდები პროფესიონალებზეა გათვლილი და ძვირად ღირებულ სეგმენტს განეკუთვნება. კომპანიის სათა ოფისები მოსკოვსა და რიგაში მდებარეობს. მომღერალი თავის წარმომადგენლობას მალე თბილისშიც გახსნის და ოპერირებას ამიერკავკასიის ბაზარზეც დაიწყებს. ინფორმაცია უცხოეთიდან კაპიტალის ოფშორებში დამალვა რთულდება. დეფოლტის ზღვარზე მყოფმა კვიპროსმა თავისი როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოფშორის სტატუსი უკვე დაკარგა. დიდი ბრიტანეთის ოფშორები კი, მათ შორის ბერმუდის და კაიმანის კუნძულები ევროპულ სახელმწიფოებს ინფორმაციას საბანკო ანგარიშების შესახებ ავტომატურ რეჟიმში გადასცემენ. ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია მონაცემებს 6 ოფშორული ზონიდან მიიღებენ. ამ გზით ევროპა ცდილობს გაიადვილოს იმ ბიზნესმენების ძებნა, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. და კიდევ ერთი ინფორმაცია, ჩინეთი ავტომრეწველობაშიც აქტიურდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა დღეს აწარმოებს ყველაფერს, რისი წარმოება შეიძლება. მსოფლიო ელექტრონივთების 14%, ტანსაცმლის ბაზრის 21%, თუმცა ამ დრომდე სუსტ წერტილად ავტოწარმოება რჩებოდა. წელს კი პირველად ისტორიაში ევროპას წარმოებული ავტომობილების რაოდენობის მიხედვით გადაუსწრებს. Financial Times-ის ექსპერტების პროგნოზით ჩინეთი 19 მილიონ მანქანას გამოუშვებს, მაშინ როცა ევროპა მხოლოდ 18 მილიონი ავტომობილის წარმოებას აპირებს. 2000 წლიდან ჩინური ავტოწარმოება 1000-ჯერ არის გაზრდილი. ამ დროისთვის ეს იყო ჩემსხათ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე დროებით გემშვიდობებით და ზუსტად 1 საათი ჩვენ კვლავ დავბრუნდებით, რაც შეეხება თემას გაზის იმპორტის დივერსიფიცირება აზერბაიჯანის პარალელურად. შესაძლებელია თუ არა რუსეთი გახდეს ალტერნატიული მომწოდებელი და რა ბედიელის ხუთოჰესის მასშტაბურ პროექტს. ეს იქნება ჩვენი გადაცემის თემას. დაგველოდეთ ზუსტად 1 საათში. ახლა კი რეკლამის დროა, თუმცა სანამ რეკლამა, მანამდე მოკლედ გეტყვით გადაცემის მეორე საათში თქვენ უნდა ნახოთ რეპორტაჟი სვანეთიდან, რატომ დაიფიცეს სვანებმა ხაძე და როგორ ეწინააღმდეგებიან ისინი ჰუდონ ხესის მშენებლობას. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ეს არის ღია თამაში, ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თქვენთვის საინტერესო თემებზე კიდევ უნდა ვისაუბროთ. ახლა კი ზუსტად 7 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებზე ნატა ასათიანმა მოგვაწოდოს ახალი ინფორმაცია. ნატა, გისმენ. კიდევ ერთხელ მოგესალმები ირაკლი, გაგაცნობ სწორედ 8 საათისთვის განვითარებულ სიახლეებს. უბედური შემთხვევა კასპში მდინარე მტკვარში 7 წლის ლუკა ბარნოვს მაშველები ამ დრომდე ეძებენ წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოების შეფერხებით მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით ბავშვები მდინარის პირას თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუწდა და მდინარეში გადავარდა. დამასულა ბავშვები და ვიბანავებ ბავშვს უთქვია ლუკას და ჩასულა. ჩასულა და გადავარნილა მტკვარში. მეტი არაფერი დავინახეთ, რომ ორჯერ ამოყვითაო, ხელებს იქნებოდა, წამოვიდნენ ატირებულები, რომ იმისთვის დაეძახათ. მდინარე მტკვარში გადავარდა 7 წლის მოზარდი ლუკა ბარნოვი. რის შედეგადაც გამოუცხადეთ შემთხვევის ადგილზე. ჩვენთან ერთად ჩამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი და დაწყებულია ძებნა. სავარაუდოდ დღეს ბოლომდე ალბათ ნაპოვნი იქნება ბავშვი, ყველაფერს ვეცდებით, ერთ-ერთად ცუდად ამინდია და ხელის მიშლის.
17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები აქციის გამართვას გეგმავენ. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც სამღვდელოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ისინი ამ აქციას მხარს არ უჭერენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ არათუ ჩაერთონ აქციის ორგანიზებაში, არამედ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ეკლესიისკენ მობრუნებაში შეუწყონ ხელი. ჩვენ როგორც ვიცით 17 მაისს აპირებენ იდენტობა არესტი ორგანიზაცია ჩაატაროს LGBT საზოგადოების დასაცავი აქცია. სინამდვილეში ეს არის ღმერთის წინააღმდეგ ღვთაებრივი კანონების წინააღმდეგ მიმართული აქცია და რატო? წარღვნა იმიტომ მოხდა ნოეს დროს ადამიანები იყვნენ გარყვნილები. წარღვნის შემდეგ ღმერთი შეურიგდა ნოეს და უჩვენა სიმბოლო სისარტყელა. თქვენ იცით რომ ამათ თავიანთი სიმბოლო სისარტყელა აქვთ. ჩვენში იწვევს ძალიან დიდ შეშფოთებას. ეს არის უზნეობის სოდომ-გომორული სოდვის ხადაგება, გავრცელება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი უფლებები აქვს, თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ დაუშვებელია უსამართლობის, სოდვის ხადაგება და გავრცელება. თუკი ამ მსვლელობას მოხვება რაიმე კონფლიქტური განვითარება, ეს იქნება პროვოცირება კონფლიქტისა სპეციალურად ახლად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი გაზეთ ალიაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ალიაში საუბარია გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან ლევან ჩიტაძის კავშირზე. აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ფაქტებს ხელოვნურად ამახინჯებენ, რათა რეალური დამნაშავეები ყურადღების მიღმა დარჩნენ. ამასთანავე ლევან გოგიჩაიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სტატიაში ნახსენებს ზოგიერთ პირზე გარკვეული ეჭვი არსებობს. კერძოდ, საუბარია წინა ხელისუფლების პერიოდში მათ აგენტურ საქმიანობაზე. სწორედ ამიტომ ცენტრის წევრები ლუსტრაციის პროცესზე დისკუსიების გამართვას ითხოვენ. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ ჩვენ გვაქვს ადგილი კარგად ორგანიზებულ ჯგუფთან, რომლებიც გარკვეული მიზნებით მოქმედებენ და რომლებიც ცდილობენ რაღაცა პროცესების ხელოვნურად შექმნას ქვეყანაში. დაიწყოს ლუსტრაციის პროცესი, გამოქვეყნდეს ყველა ის მასალა, რომელიც არსებობს იმ ორმაგ აგენტებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ღიად თუ ფარულად თანამშრომლობდნენ კუდის და სხვა სპეცსამსახურებთან. სასტუმრო რედისონში ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ბიომეტრიულ პარამეტრებზე დაყრდნობით ამომრჩეველთა სიების შედგენა, საარჩევნო პარტიების დაფინანსების საკითხებსა და ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციებს განიხილავენ. შეხვედრას უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. რაც შეეხება ამომრჩეველთა აღრიცხვის ან მონაცემთა ბაზის შედგენას პარამეტრებზე დაყრდნობით, თვალეთ რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია, საჭიროა უბრალოდ საისახოს კანონში. რამდენად მოესწრება ამის გაკეთება, ხარისხიანად გაკეთება, თუ კეთდება უნდა გაკეთდეს ისე, რომ არავის არ გქონდეს ეჭვი ამ სიის მიმართ. ეს გვაქვს დასაწონი. ძალიან ბევრი თემა არის, რომელიც განხილვაც მოხდა, ეს უკავშირდება როგორც შემოწირულობების საკითხს, იურიდიული პირების მიერ შემოწირულობის განხორციელების უფლებას, მათი გამჭვირვალეობის ნაწილს, ისე კონტროლის მექანიზმებს უნდა იყოს ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თუ სხვაგან. ეს არის ის თემები, რომელიც უნებრივია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალეობასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ფრაქციის სხდომა გამართეს. სხდომაზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის პროექტი განიხილეს. პროექტი ქალაქის მერიის რეორგანიზაციას ეხება. პროექტის მიხედვით ქუთაისის მერიაში რამდენიმე სამსახურის გაუქმება და მათი სხვა სტრუქტურებთან შეერთება იგეგმება. შესაძლებელია მსგავს პროცედურებს შტატების 20%-ით შემცირება მოჰყვეს, თუმცა მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება არ იგეგმება და მათი დასაქმება ეტაპობრივად მოხდება. ქუთაისის მერიაში 685 ადამიანია დასაქმებული. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით შტატები გაბერილია და სწორედ ამიტომ მერიაში რეორგანიზაციის განხორციელება აუცილებელია.
გადავარდნით ქალაქის მიერი და მისი მუშაობა შევაფასეთ არადამაკმაყოფილებლად, შესაბამისად მერიის სამსახურების მუშაობა შეფასებული არადამაკმაყოფილებლად. ამიტომ დღევანდელი მოქმედება ზუსტად გამოწვეულია იქედან, რომ მომხდარიყო უფრო ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება ქალაქის რეორგანიზაციაში, სამსახურების რეორგანიზაციის მხრივ და დღეს უკვე არის ამის პროექტი, რომელიც ესაჭიროება საჭიროებს განხილვას. დღესდღეობით ქალაქ ქუთაისის მერიაში არის 16 სამსახური. შეიძლება აქედან 5 სამსახური შეერწყა სხვა სამსახურებს, რაც ბუნებრივია გამოიწვევს შტატების ოპტიმიზაციას, ადგილი ექნება ალბათ შემცირებასაც, თუმცა ეს არ იქნება ესე მტკივნეული, როგორც წარმოუდგენია ზოგიერთ, სადღაც 15-20%-იანი შემცირება იქნება თანაშრომლების სავარაუდოდ, თუმცა აქვე მინდა გავაკეთო განცხადება, რომ ეს ხალხი არ დარჩება, არანაირად არ დარჩება ქუჩაში, ეს ხალხი დასამტება სხვა სფეროებში, ჩვენ ყველანი შევეწყოთ ხელს. ახალი ჟურნალი იურისტებისთვის ადვოკატთა ასოციაციამ ჟურნალი გამოსცა სახელწოდებით ადვოკატი, რომლის პრეზენტაცია თბილისი მერიოდში გაიმართა. ჟურნალში მოცემულია ინფორმაცია ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებსა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებებზე. ჟურნალი ადვოკატი მიზნად ისახავს ქვეყანაში იურიდიული პროფესიის განვითარებას, ასევე ადვოკატის პროფესიული უნარჩვევების და ცოდნის გაღრმავებას. ჟურნალი გამოიცემა კვარტალში ერთხელ, სადაც დაიბეჭდება ადვოკატებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატიები. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალში მოცემული არის სიახლეები ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არის სამეცნიერო ნაწილი, რომელშიც დაიბეჭდება პრაქტიკოსი და მეცნიერი იურისტების სტატიები ამათგანი პრობლემატიკის შესახებ, არის ევროპის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თარგმანები, რომელიც ადვოკატებს გამოადგება თავისი პრაქტიკისთვის. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენ მუდამ უნდა განვითარდეთ, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოებას შევთავაზოთ უფრო მობილური, უფრო მომზადებული, უფრო დაფასებული ადვოკატი, რომელიც მოემსახურება და დააკმაყოფილებს სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ მოთხოვნას. ამ დროისათვის სულ ეს იყო, მე ღამის 12 საათამდე გემშვიდობებით, ახლა კი კვლავ ირაკლი ჩიხლაძე და ღია თამაში. დიდი მადლობა, გავაგრძელოთ მთავარ თემებზე საუბარი. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებზე უთანხმოების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირველი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯონ კერი ქვეყნის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეერთებული შტატები რუსეთს თავაზობს სირიის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი კონფერენცია გაიმართოს და ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ დღეს იქნა საუბარი. ჩვენ შეგვიძლია რეპორტაჟი ვნახოთ. სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება, ექსტრემისტთა ბრძოლა და რეგიონში სტაბილურობის დამყარება. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეერთებული შტატები და რუსეთი მაისის ბოლოს საერთაშორისო კონფერენციის გამართვაზე შეთანხმდნენ, სადაც მხარეები სირიის ორწლიანი კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ. მანამდე კი მოსკოვი და ვაშინგტონი ასადის რეჟიმსა და ოპოზიციას სისხლის ზღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. შეერთებულ შტატებს ჯერა, რომ რეგიონში სტაბილურობა და ექსტრემისტთა ბრძოლა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია. ფიქრობ ორივე მხარე ერთნაირად ითვალისწინებს ჟენევის კომუნიკეს. პრეზიდენტი ობამა ირლანდიაში დიდრვიანი სამიძე თქვენთან შეხვედრას ელოდება. ჯერო, რომ რიგ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობა, ჩრდილო კორეის პრობლემა, ირანი და სირია, ჩვენ თანამშრომლობას შევძლებთ. შტატების პრეზიდენტის წერილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის ბატონი დონილონისგან მივიღეთ. ჩვენ ახლა საპასუხო წერილზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა მომეცემა. რუსეთში ვიზიტისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთის პრეზიდენტი, რომ მოსკოვმა სირიასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა შეცვალოს. ვაშინგტონი ბაშარ ასადის გადადგომის მომხრეა. მოსკოვი კი კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების წინააღმდეგი. რუსეთი და შეერთებული შტატები სირიის მთავრობასა და ოპოზიციას პრობლემის პოლიტიკური გზებით მოგვარებაში დაეხმარებიან. ჩვენ შევთანხმდით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაზე, რაც გასული წლის ჟენევის სამიტის გაგრძელება იქნება. ყველა პრობლემა და უთანხმოება გათვალისწინებულია და ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა საერთო მტერთან საბრძოლველად. დღეს ტერორიზმი, ექსტრემიზმი და მსგავსი საკითხები ჩვენი მხრიდან ძალების გაერთიანებას მოითხოვს. ჩემთვის გაუგებარია თუ როგორ შეიძლება სირია იმ ადამიანმა მართოს, რომელმაც ამდენი რამ ჩაიდინა. არ ვაპირებ საკითხის დღეს გადაწყვეტას, რადგან ჟენევის კომუნიკე ამბობს, რომ გარდამავალი მთავრობა მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა შეირჩეს. მხარეები კი ასადის რეჟიმი და ოპოზიცია არიან. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე,
თემაზე თუ რა მოხდება მომდევნო კვირაში. ჯონ კერის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში ბაშარ ასადთან შეხვედრას მართავდა. ირანელმა დიპლომატმა ასადის მთავრობას მხარდაჭერა ღიად კიდევ ერთხელ დაუდასტურა. სირიის მამაცმა სამხედროებმა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლი აღადგინეს და უახლოეს მომავალში ძალას ბოლომდე დაიბრუნებენ. მზად ვართ ჩვენ სირიელი ძმებს დავეხმაროთ იმ ადგილას, სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სირიაში ომი უკვე 2 წელია გრძელდება. ეს შიდა ომია, მაგრამ სირიელი ხალხის წინააღმდეგ რეგიონული და საერთაშორისო ომიცაა. ამ სიტუაციაში შევეჩვიეთ. ჩვენ არ გვეშინა და მზად ვართ თავის დასაცავად. აგრესიას კი მშვიდად ვერ შევხვდებით. სირიაში სამოქალაქო ომი 2 წელზე მეტია გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით სამოქალაქო დაპირისპირებას 70,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა ოპოზიციის მტკიცებით დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია. სწორედ ვაშინგტონისა და მოსკოვის განსხვავებული პოზიციების გამო გაერო 2 წლიანი სამოქალაქო ომის შეჩერებას ვერ ახერხებს. გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთი და ჩინეთი სირიისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციებს ბლოკავენ. სირიის სამოქალაქო ომში ასობით ევროპელი იბრძვის, ისინი ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფ რადიკალური დაჯგუფების მუჰაჯირების ბრიგადის წევრები არიან. მათი უმრავლესობა ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან არიან ჩასულები. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპაში სერიოზული სადამშველო ღონისძიებებიც კი ჩატარდა. სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მეამბოხეებთან ერთად ევროპიდან ჩასული 600-მდე ჯიჰადისტი იბრძვის. მათი უმრავლესობა რადიკალური დაჯგუფება მუჰაჯირების ბრიგადის წევრია. დაჯგუფების დამაარსებელი და ლიდერი ჩრდილო კავკასიელი საველე მეთაური აბუ ომარია. მუჰაჯირების ბრიგადაში ევროპელების გარდა სირიელი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული ჯიჰადისტებიც არიან გაწევრიანებული. დაჯგუფება ალ-ქაიდას სირიულ ფრთასთან ალ-ნუსრასთან თანამშრომლობს. ევროკავშირის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი და ევროპელი პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ძალიან გვაღველობს ის ფაქტი, რომ ევროპელი მებრძოლები სირიაში შესაძლოა რადიკალური მუსლიმანური დაჯგუფებების გავლენის ქვეშ მოექცნენ და სათანადოდ ცნები გაიარონ. შემდეგ უკვე მათი ევროპაში დაბრუნება სახიფათოა. ეს ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპისთვის, ამიტომაც აუცილებელია მათი მკაცრად გაკონტროლება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ევროპელ ჯიჰადისტებს ყატარი და საუდის არაბეთი აფინანსებენ. ცხადია, რომ ისინი სირიაში გასამგზავრებლად ბილეთებს ტურისტულ სააგენტოში არ ყიდულობენ, მათ შუამავლები ეხმარებიან. ევროპელი ჯიჰადისტების უმრავლესობა საბრძოლო მოქმედებებში პირველად მონაწილეობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მანამდე ერაყსა და ავღანეთში იბრძოდა. პარალელურად სირიის სამოქალაქო ომი ქვეყნის ფარგლებს ცდება. ექსპერტები კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ. სირიის ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ რეგიონში დაძაბულობა პიკს აღწევს. სირიის მიმართულებით გზა არა მარტო ევროპიდან, არამედ პანკისიდანაც არის. ჩვენ ამ თემაზე რეპორტაჟს ვამზადებთ და გადაცემის მომდევნო ბლოგში უკვე სტუდიის სტუმართან ერთად განვიხილავ და ნახავთ რეპორტაჟს. 9 წლის საქმე და მეთაური, რომელიც სხდომას არ ესწრება. აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება. ასლან აბაშიძის სასამართლო პროცესი ბუნებრივია მის გარეშე მიმდინარეობს. ახლა ჩვენი კორესპონდენტი ჩაგვერთვება თეონა ბაკურიძე, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის, რატომ ჭიანურდება ბოლო 9 წლის განმავლობაში საქმე და როდის შეიძლება ველოდოთ საბოლოო ვერდიქტს. საღამოშობისა ირაკლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და მისი თანაგუნდელების სასამართლო სხდომა, დღევანდელი სხდომა უკვე დასრულდა, თუმცა პროცესი გრძელდება, მისი არსებითი განხილვა კვლავაც გაიმართება. ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეები ძებნილები არიან საქმეში 200-მდე მოწმე და დაზარალებულია. ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში ედება, ასევე 79-99 სახელით ცნობილი უკანონო გასამხედროებული ფორმირების ჩამოყალიბებაში. აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურის ბრალი ედება ჩაქვში სასტუმრო ოაზისთან განხორციელებულ აფეთქებაშიც, ასევე განახლებულია 91 წელს მომხდარი ფაქტის გამოძიებაც, რომელსაც ნოდარ იმნაძის მკვლელობა ერქვა. ასლან აბაშიძის ადვოკატი ლევან სამუში ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან მას ბრალდების მხარე ვერ ამტკიცებს. დავით სამუშიას თქმით, ის რომ მაგალითად ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდების აფეთქებასთან დაკავშირებით ბრძანება აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ გასცა, ამას ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს.
რახანია მიმდინარეობს ბრალდების მოწმეების დაკითხვა სასამართლო პროცესზე და მართალია ჩემი სუბიექტური შეფასება, მაგრამ ბრალდების მოწმეების პოზიციით ვერანაირად ვერ დასრულდება ჩემი დასაქმების რაიმე სახის ბრალეულობა. ბრალდებულთა შორისაა ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში, იგივე ქელფეთა. მას ბრალად უკანონო გასამხედროებული ფორმირების მეთაურობა ედება. იგი ასევე ბრალდებულია 2004 წელს ბათუმში მოძრაობა კმარას მშვიდობიანი აქციის დარბევაში. წინა სასამართლოს ხმამებზე საქმესთან დაკავშირებით დაეკითხა მაშინდელი კმარას მოძრაობა კმარას წევრი, ახლა კი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე. იგი ამბობს, რომ 2004 წლის 20 თებერვალს მოძრაობა კმარას მშვიდობიანი აქცია აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაარბიეს. მიტინგს არბევდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც ქვებს ესროდნენ მომიტინგეებს, აცხადებს დუმბაძე. იგი ასევე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციას არბევდნენ იმ პერიოდში დავით ხალვაში ხელმძღვანელობდა. დღესვე ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის ქელფეთა ცნობილი დავით ხალვაშის ადვოკატმა აჭარის ტელევიზიის მიერ მიწოდებული ვიდეო მასალა წარმოადგინა. ჯაფარიძემ დღესვე ფოტო მასალაც აჩვენა სასამართლოს, სადაც მეტსახელად ქელფეთა ყოფილდა მოქმედ პრეზიდენტებთან ერთად დაასახული. ამით დავით ჯაფარიძე იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მაშინ ჩამოყალიბებული სპეციალური დანიშნულების რაზმი უკანონო არ იყო და იგი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობდა. ჯაფარიძის მტკიცებით არც კმარელები დაურბევი აღნიშნულ სამსახურს, რადგან აღნიშნულ დარბევაში აღორძინების აქტივისტები მონაწილეობდნენ. ბრალსდებენ უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელობაში, რაც აბსურდია, რადგან ჩემს მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალით აშკარაა, რომ აღნიშნული დაცვის სამსახური, ანუ აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური იყო კანონიერი, ის თანამშრომლობდა აქტიურად საქართველოს უშიშროების სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან და უფრო მეტიც ამ დაცვის სამსახურის მუშაკებს სამხედრო ბილეთებს აძლევდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. შეკრებილი ვიყავით ვარდების სკვერში, დაახლოებით 3000-4000 ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა. ამ დროს აღორძინების აქტივისტებმა შაუმიანის ქუჩიდან დაიწყეს მოძრაობა. აქციის მონაწილეების შუაგულიდან ზღვიდან მოტანილი კენჭები, თუმცა კენჭები არ იყო აღნიშნულ პარკში, კენჭები დაიწყეს სროლა, სადაც ზოგს თავი გაუწყდა, ზოგს პოლიციას მოხდა, ამას მოყვა მე არეულობა, სადაც გადაიზარდა დარბევაში. საქმის პროკურორი რამაზ შავაძე კი ამბობს, რომ სწორედ ასლან აბაშიძის განკარგულებით შეიქმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, მისი ბრალეულობა კი შესაბამისი ვიდეო ჩანაწერებითა და დოკუმენტებით მტკიცდება. ასლან აბაშიძის განკარგულებით შეიქმნა ჯერ ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი, რომელიც შემდგომ გადაკეთდა სამხედრო ნაწილ 79-99-ად. აღნიშნული ფორმირებები არ შედიოდა საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში, მათი დაფინანსება ხორციელდებოდა ასლან აბაშიძის ფონდების მეშვეობით. შესაბამისად ისინი აღჭურვილი იყვნენ შეიარაღებით. ეს ფორმირებები იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ასლან აბაშიძის ბრალიერდება ნოდარიევნაძის განზრახველობაში, ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, ჩოლოქის, ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ოაზისთან აფეთქებაში, ასევე უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში და ორგანიზებაში. იქედან გამომდინარე, რომ ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეები ძებნილები არიან, სასამართლო პროცესი მათ გარეშე მიმდინარეობს, როგორც შენ უკვე აღნიშნე ირაკლი. ასლან აბაშიძის ადვოკატი დავით სამუშია ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, სად იმყოფება ამ დროისათვის აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური. ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესწავლა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოწვეული მოწმეები სხვადასხვა მიზეზით არ დაესწრნენ სასამართლოს ხდომას. საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს დარჩა კიდევ 8 დაზარალებულისა და 24 მოწმის დაკითხვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 22 მაისს დღის 4 საათზე ჩაინიშნა. დიდი მადლობა საკმაოდ ამწურავი ინფორმაციისთვის. მაყურებელ შევახსენებთ ძებნილი მმართველის თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი თეონა ბაკურიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა აჭარიდან უკვე უნდა გადავინაცვლოთ სვანეთში პირობა წმინდანს. ხაიშის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობამ წმინდა გიორგის ეკლესიაში ხატზე დაიფიცა, რომ სვანეთში ხუდონხესი არ აშენდება. ადგილობრივები პროექტის შეჩერებას მოითხოვენ და ფართო მასშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრებიან. პროექტ ხუდონის განხორციელების შემთხვევაში
300 ოჯახს გადასახლება მოუწევს, 11 სოფელი კი 12 სოფელი კი დაიტბორება. როგორც ხედავთ, სვანეთში დღემდე არსებობს დაუწერილი კანონები, რომლებიც ყველა სამართლებრივ ნორმაზე უფრო მკაცრია. ხაზედაფიცების ძველი რიტუალი დღეს მეცხრე არხის ობიექტივში მოხდა. ეხლა ნახეთ რეპორტაჟი, შემდეგ უკვე ჩვენი კორესპონდენტი შემოგვერთდება. საქართველოს შომა ჩოთვა ხატის პატივცემო შონარ ხოტავს ხაიშის თემის ოჯახის უფროსები ხატზე იფიცებენ მფარველ წმინდანს გიორგის მისივე სახელობის საუკუნოვან ტაძარში ბავშვები სოფლის გადარჩენის პირობას უდებენ. პრობლემა ხუდონ ჰესის შესაძლო აშენებაა. ხაიშის თემის ცხოვრებნი ვიფიცებით იმაზე, რომ გამოხატავთ ნებას ხუდონ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ. 21 საუკუნის დაფიცება სახეცვლილია. ბავშვები ხატზე დაფიცების შემდეგ თავიანთ სურვილს ხელის მოწერით აფიქსირებენ. მოგვიანებით კი პრემიერს გაუგზავნიან. ეს ხაიშის შესასვლელია ადგილობრივები ამ სოფელს სვანეთის კარიბჭეს უწოდებენ. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ ადგილას ჰესის ფარი უნდა აშენდეს. ხუდონ ჰესის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში კი პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობით სვანეთის კარიბჭე შესაძლოა სვანეთის წყალგამყოფი გახდეს. ხუდონ ჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა ის ეკლესიაც დაიტბოროს, სადაც ახლახან სვანებმა ფიცი დადეს. ეკლესიასთან ერთად 12 სოფელი და 300-მდე სახლი წყლით დაიფარება. სვანები ამბობენ, რომ წინაპრების საფლავების და სიწმინდეების წყლით დაფარვას არ დაუშვებენ. და ჩვენთვის წარმოუდგენელი და დაუშვებელი არის ტაძრის და ჩვენი წინაპრების საფლავების წყალქვეშ მოქცევა. ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ უბრალოდ. ჩვენი რელიგიის და სარწმუნოების კედელს მივაყენებთ ჩვენი თავი. ამით ლაპარაკს მოურჩით. დანარჩენი მათზეა. მოვიდნენ და გვესწრონ, სხვანაირად არაფერი არ შეიცვლება. სვანები აცხადებენ, რომ ფიცს არც ერთ შემთხვევაში არ გატეხენ და ლოკალურთან ერთად ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ. ეს არ არის არ გახლავთ მხოლოდ ხაიშის თემის პრობლემა, ეს არის სვანეთის პრობლემა, რადგან კასკადურია ეს ჰესები და შესაბამისად გამოიწვევს ნიადაგის ეროზიას, მყინვარების დნობას, მისგან გამომდინარე ღვარცობებს თუ სხვადასხვა მოვლენებს. ხაიშელი ვანოჭკადუა თავს ძირითადად მეცხოველეობით ირჩენს. ამბობს, რომ რათანხაც არ უნდა შესთავაზონ ხაიშიდან არ წავა. ფიქრობს, რომ სოფლის მოსახლეობის უმეტესობაც ასე მოიქცევა. მიუხედავად ამისა, რომ ასე გვიჭირს, უბრალოდ არ არსებობს თანხა და არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ მოგცემს იმის თანხმობის უფლებას, რომ ამ სოფლის ჩაძირვა და თუნდაც სულ მცირედის მოწყვეტა სვანეთისთვის. სოფელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრს შეხვდება. ადგილობრივები ხელისუფლებას ურჩევენ გამოსავალი მიკროჰესების მშენებლობაში ნახოს. არსებობს უამრავი ალტერნატივა. შესწავლილი იქნება ის გზები, რომელიც არის გულისხმობ მიკროგესებს, რომელიც გააჩნია მისი პოტენციალი ამ სვანეთს, ამ ტერიტორიას, ამ რეგიონს და თუ სჭირდება საქართველოს ენერგეტიკა, იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ მოიპოვოს ენერგეტიკა. სოფლის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი ხუდონ ჰესის მშენებლობის მომხრეა. ისინი მიზეზად მუდმივ გაურკვევლობას ასახელებენ და საკითხის საბოლოოდ გადაჭრას ითხოვენ. გამზრდელების ჩაძირვა და ეკლესიის ჩაძირვა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ თუ ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, მე არანაირ წინააღმდეგობას არ ვაპირებ. თუ ჩემი ინტერესები იქნება ბოლომდე დაკმაყოფილებული, რა თქმა უნდა, და თუ ეს 6 წელი მე გარანტია მექნება, რომ ჩემი ყველა ოჯახის წევრი დასაქმებული იქნება. ეს ხაიშის ზედახედია. სოფელს იმ სიმაღლიდან ვიღებთ, სანამდე წყლით დაიფარება. ანუ ადგილი, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში მთლიანად წყალსაცავი იქნება. საუბარია 12 სოფელზე. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება პაატა ლაგვილავა, რომელიც გვეტყვის პაატა რამდენად ხშირად ხდება ხოლმე ხატზე დაფიცება მსგავს პროექტებთან დაკავშირებით, ანუ გახსენდება თუ არა პრეცედენტი? დიახ ირაკლი, ჩვენ მესტი უпроსტორად ხაიშიდან დავბრუნდით სულ 1 საათის წინ და მსგავსი მასშტაბის ხატზე დაფიცების ცერემონიალს ადგილობრივები ბოლო 10 წლეულებია ვერ იხსენებენ. კონკრეტულად კი ისინი ამბობენ, რომ მათ თაობას არ ახსოვს ამდენი ადამიანი ერთად მონაწილეობდეს ამ ცერემონიალში, თუმცა შეიძლება ამიტომაც არის სახეცვლილება უკვე თანამედროვე ხატის დაფიცებაზე და უკვე შემოვიდა ხელმოწერა. ისინი ხელმოწერით ადასტურებენ
იმას, რომ წინააღმდეგი არიან ჰესის მშენებლობის, მოგვიანებით კი როგორც უკვე აღნიშნეთ, პრემიერს გაუგზავნიან, ეს რაც შეეხება უშუალოდ ფიცის ცერემონიალს, ისე კი ხაიში არის დაძაბულობა, ნამდვილად იგრძნობა ეს დაძაბულობა, ხალხი ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას და ისინი ამბობენ, რომ კითხვაზე პასუხი თუ როდის აშენდება ჰესი და აშენდება თუ არა უნდა გაიცეს და შემდეგ უკვე იმოქმედებენ იმის და მიხედვით თუ რა პასუხი იქნება. ისინი ვინც ხაზზე დაიფიცეს ამბობენ, რომ არ ააშენებინებენ ჰესს, ხოლო მეორე მხარე აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ ეწინააღმდეგება და სწორედ ისე გააკეთებს საქმეს, როგორც ეს ქართულ სახელმწიფოს წინ წაადგება. ჰესის ხელისუფლებას რაც შეეხება ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებები ჯერ არ შეუთავაზებია ხაიშელებისთვის, ხოლო მშენებელი კომპანია კი ჰესის აშენებაზე საბოლოო დასკვნას წელიწად ნახევარში დადებს და სწორედ მაშინ გაირკვევა ხაიშელების ბედი. მე ახლა მინდა ირაკლი გითხრათ ბოლო ინფორმაცია, რომელიც ეთერში შემოსვლამდე შეგვატყობინეს ხაიშიდან. მე გეტყვით, რომ იგეგმება 20 მაისს ფართომასშტაბიანი აქცია უკვე მესტიაში და იქ მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა თემის წარმომადგენელი იქნება თავმოყრილი, როგორც ჩვენ გვითხრეს და დაგვირეკეს აქციის ორგანიზატორებმა და ისინი გააპროტესტებენ სწორედ ხუდონ ჰესის შესაძლო მშენებლობას ხაიში. ეს ხო პაატა ლაგვილავა, რომელიც სვანეთიდან, ანუ მოვლენათა ეპიცენტრში იყო და საუბრობდა ხაძე დაფიცების ამბავთან დაკავშირებით. გზა პანკისიდან სირიამდე, რატომ მიდიან ცხელწერტილში საბრძოლველად პანკისელი ახალგაზრდები? ხომ არ გვაქვს საქმე თვითნებურად დაგეგმილ მისიასთან? ხეობელები მეცხრე არხთან ღიად საუბრობენ, რომ მებრძოლები ცუდ პირობებში იმყოფებიან სირიაში, სამოქალაქო ომი მესამე წელია მიმდინარეობს. სირიელი ლტოლვილები კი მეზობელ სახელმწიფოებს აფარებენ თავს, ბაშარ ასადის დაუმორჩილებლობა მეტნაკლებად უკვე პანკისში იციან, შესაძლოა იმაზე უკვე ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. პანკისელები სირიაში. დღემდე უამრავი კითხვაა, ვინ ახდენს პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის ორგანიზებას და რამდენი ხეობელია ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ამ თემაზე ხმამაღლა არც პანკისში საუბრობენ. ახმეტის გამგეობაში წერილიც კი შევიდა, რომელშიც ოჯახის წევრები შვილისთვის სირიაში წასვლის შეფერხებას ითხოვდნენ. ჩვენ არ აგვაქვს მაგისი მერკეტი არანაირი არც კერძოდ რაიონს და არც სახელმწიფოს, რომ ადამიანი შეაჩერონ საზღვარზე არაკანონიერად. დედებს ეშინიათო, რომ შვილები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამას გაახმაურებენ და ხელს შეუშლიან მშობლები, მაგ შემთხვევაში ისინი ან უკან აღარ დაბრუნდებიან, ან თავს აიფეთქებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდობის უმრავლესობა დაუსაქმებელია და სამსახურს თურქეთში ეძებენ. თუმცა სად გადადიან თურქეთიდან და როგორ გრძელდება ახალგაზრდების მარშრუტი, მათთვის უცნობია. მაგრამ არის ესეთი ინფორმაცია, ვითომ მიდიან. ანუ საბრძოლველად იქ სირიაში, ხო? რის გამო მიზეზი რა არის ახალგაზრდების უმუშავრობას უკავშირდება თუ რას უკავშირდება, როგორ ვთქვათ? უმუშავრობას პირველ რიგში, იმიტომ რომ უმუშავრობამ ადამიანი თუ დასაქმებულია და არის რამე ესეთი გამოსავალი აქვს და ვინ წავა აქედან? დიდი დაფინანსება აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ამათ მუშაობს და საბოლოოდ ამათი გადამყვანები არიან რა. წასული მებრძოლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, აცხადებენ უხუცესები. თუმცა მათთვისაც გაურკვეველია, რას უკავშირდება სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად გადინება. მოსახლეობაში რაღაც ეჭვის დონეზე სავარაუდოდ საუბრობენ, ლაპარაკობენ მატერიალურ მხარეზედაც ჩეჩნებიც დადიან, ქისტებიც დადიან, თურქეთში დადიან სამუშაოდ, მაგრამ თურქეთიდან სად და როგორ ფაქტებით ამ საუბრის დონეზეა, მაგრამ ლაპარაკის დონეზეა, ზუსტი ასეთი რომ გითხრათ ფაქტებით რამე გითხრათ ასეთი რამე არ ვიცი. ამ ხეობიდან წასული მებრძოლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, იქნებიან კიდეც. იმიტომ ამათ არ აქვს იმდენი განათლება და ძალა. იჭერებიან დასახიჩრებულებიც არიან, ესეთი არის და ან რა საჭიროა აქედან რომ რისკულისათვის ან რისთვის რომლის მხარეზე უნდა იბრძოლა, მე აზე არა ვარ კაცო. სირია არის სირია. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა რუსლან გელაევის ვაჟს უკავშირდება. გასული წლის აგვისტოში გელაევის სირიიდან პანკისში სოფელ დუიში ჩაასვენეს და დაკრძალეს. მაშინ მოსახლეობის ნაწილი მის სიკვდილს ტერაქტს უკავშირებდა, ნაწილი კი შეტაკებაზე საუბრობდა.
თქვენ უყურებთ ღია თამაშს ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლის თავთან დაკავშირებით მოვლენათა ეპიცენტრში გერმანია. დავით ახვლედიანი და ნიკა მეტრაველი მწერალ ვერა დორინის შეხვდნენ, რომელმაც ღია თამაშს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ნაცისტური ბატონობის საფრთხისგან გათავისუფლებული მსოფლიო და ომი, რომელშიც 300,000 ქართველი დაიღუპა. ნახეთ ვერა დორინის თვალით დანახული ფაშისტური გერმანია, შემდეგ კი უკვე თუ რა ყურადღება ექცევა საქართველოში ვეტერანებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუდიის სტუმარი საუბრებს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ვერა დორინი 12 წლის იყო. პროფესიით მწერალი იხსენებს თუ რა ვითარება იყო ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც მაშინ მესამე რაიხს უწოდებდნენ. ვერა დორინი ყვება, რომ მისი ოჯახი ფაშიზმის მოწინააღმდეგე იყო, რაც იმ პერიოდის ბერლინში დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. 90% der Leute waren Nazis. მოსახლეობის 90% ნაცისტი იყო. ისინი ქუჩაში იდგნენ და ფიურერს ტაშს უკრავდნენ, ჩვენ კი მოწინააღმდეგები ვიყავით. დედაჩემის და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მე ჩანთაში მქონდა ერთი ნაცისტი კაცის ფოტო, რომელიც მამაჩემთან მეგობრობდა და რომელსაც მამაჩემმა ჩვენზე მეურვეობა გადააბარა. მან გადამაფარა თავისი მფარველი ხელი, თორემ სხვა შემთხვევაში მომკლავდნენ. ვერა დორინი ამბობს, რომ ანტიჰიტლერულ კოალიციასთან ომში დამარცხების მიუხედავად, ნაციზმის მიმდევრებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების აღიარება არ სურდათ. ომის შემდეგ კიდევ ბევრი ნაცისტი იყო შემორჩენილი. ისინი თავს იმართლებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ დანაშაულების შესახებ და რომ ამ დანაშაულებთან არანაირი შეხება ჰქონდათ. ქრონიკისას კადრები ბერლინის მახლობლად განთავსებულ ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკშია გადაღებული, სადაც წამების მსხვერპლი 100,000-მდე ადამიანი გახდა. გადარჩა მხოლოდ 3,000-მდე ადამიანი, რომელთა განთავისუფლება 22 აპრილს ბერლინის ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა შესაძლებელი. ეს კი ფაშიზმზე გამარჯვების და რეიხსტაგის აღების აღსანიშნავად დატოვებული წარწერებია, რომელთა შორის ქართულ გვარებსაც ვხვდებით. ბერლინის ოპერაციის უკანასკნელი ფაზა 1945 წლის 25 აპრილს დაიწყო. 150 და 171 დივიზიის მებრძოლებმა რეიხსტაგის შტურმი დაიწყეს. ლეიტენანტმა ბერესტმა და სერჟანტებმა კანთარიამ და ეგოროვმა გამარჯვების დროშა რეიხსტაგის გუმბათზე აღმართეს. Meine Mutter war die erste, die mit einer weißen Fahne. მაშინ ყველა გადავრჩით და დედაჩემი იყო პირველი, ვინც საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ გამარჯვებულებს თეთრი დროშით ხელში შეეგება. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით. საბჭოთა ჯარისკაცები ცდილობდნენ გერმანელებს დამეგობრებოდნენ და მოეხდინათ მათზე კარგი შთაბეჭდილება. ფაშისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი 8 მაისს 22 საათსა და 43 წუთზე მოეწერა. სხვადასხვა მონაცემებით ბერლინის ოპერაციას 350,000-დან 500,000-მდე საბჭოთა და 400,000-მდე გერმანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დავით ახვლედიანს და ნიკა მეტრაველს დიდი მადლობა საინტერესო რეპორტაჟისთვის. ახლა კი უფრო ადგილობრივ საკითხზე გავამახვილოთ და პრობლემაზე ყურადღება. ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე გელა დოლიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. აღამშვიდობის ბატონო გელა. პირველ რიგში რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ვეტერანთა დახმარების კუთხით? მოდი ვთქვათ რა კეთდებოდა, ხო? როდესაც სააკაშვილის მოსვლამდე, ხო, აი როდესაც ქვეყანა იყო უკიდურესად მძიმე პირობებში, მაშინ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ეძლეოდათ სახელმწიფო აძლევდა 200 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას, 40 კუბომეტრ გაზს. უფასო იყო დასუფთავებისგან, იყო განთავისუფლებული დასუფთავების გადასახადისგან და განთავისუფლებული იყო წყლის გადასახადისგან. გარდა ამისა, ეძლეოდა 20 ლარამდე ფულადი დახმარება. აი ეს. ამის შემდეგ ნახევარი ეძლეოდათ აფხაზეთის და სამოჩაბლოს ომის ვეტერანებს, აი რაც ეძლეოდათ სამამულო ომის ვეტერანებს. თავრობის დროს ნაციონალური მოძრაობის დროს ყველაფერს დაარქვეს მონეტიზაცია და სამამულო ომის ვეტერანების მისცეს 44 ლარი, ხოლო აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს მისცეს 22 ლარი დაუწესეს. და ახალი მთავრობა გვყავს უკვე. ახალი მთავრობის პირობებში იგრძნობა თუ არა თქვენს მიმართ? ახალი მთავრობის პირობებში ნამდვილად უკვე გარკვეული ძვრები არიან მიმართულებით. მართალია ეს ძვრები ჯერჯერობით ძალიან ძიმედ მიმდინარეობს ნელ-ნელა, მაგრამ შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელშიც შედიან წამყვანი სამინისტროების მინისტრის მოადგილეები და ამ კომისიას ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო. უკვე მიღწეულია, რომ ვეტერანებს ექნებათ სამოხელეო დაზღვევა, აი ეს 1 ივლისიდან ეს არის თუ არა ინფორმაცია, რამდენი უნდა იყოს ვეტერანის პენსია, ანუ რამდენით უნდა გაიზარდოს?
ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. გადაწყვეტილი არის ვეტერან ინვალიდების პენსიები იზრდება ნამდვილად. ეს ეტაპობრივად ხორციელდება, ესე იგი ნაწილს ვისაც ჰქონდა დაბალი პენსიები, მათ უკვე მოემატათ და ვისაც 125 ლარზე მეტი ჰქონდა პენსია, მათი პენსიები გაიზრდება 1 სექტემბერში. ბატონ გელა, პენსიების პარალელურად ყველაზე მთავარი რა არის აუცილებელი, რაც უნდა გაკეთდეს როგორც ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე? ჩემი აზრით პირველ რიგში ეს არის ვეტერანების მიმართ სრულმის გამოჩენა. ეს არ არის მხოლოდ ფულადი. აქ მორალური მხარდაჭერაც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. საქართველოში ვეტერანების მიმართ იყო ძალიან აბუჩი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. რაც შეეხება მეორე მსოფლიო, ახლა ხვალ არის გამარჯვების დღე, უпростоრად დღეს არის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების დღე, ხვალ არის საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღე ფაშისტურ გერმანიაზე და ამას ზეიმობს საქართველოს. გამარჯვების პარკში, ვაკის პარკში იქნება საზეიმო მიტინგი, სადაც ველოდებით რომ მოვლენ მთავრობის წარმომადგენლები და იმედია ბევრ ახალ საინტერესო ინფორმაციას მოგაზრით, რომელიც წაგადგება. დიდი მადლობა. ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე გელა დოლიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს და ბუნებრივია ამ საკითხს მთავრობა გაცილებით უფრო სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე ბიზნესის დრო და თიაშველიძე. გაზის იმპორტის დივერსიფიცირება აზერბაიჯანის პარალელურად შესაძლებელია თუ არა რუსეთიც გახდეს ალტერნატიული მომწოდებელი. რაბედიელის ხუდონ-ჰესის მასშტაბური პროექტის განხორციელებას ეს არის ჩვენი გადაცემის თემები, ეკოლოგების, ინვესტორისა და მთავრობის პოზიცია. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ, უпростоრად ნახეთ რეპორტაჟი სვანეთიდან და რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება საშუალება გარკვეული კითხვებით მივმართოთ ჩვენს სტუმარს, ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, თუმცა სანამ უშუალოდ სტუმართან გადავიდოდე კითხვით, მანამდე მოგახსენებთ, რომ საქართველოში იმყოფება აზერბაიჯანული კომპანია სოკარის ხელმძღვანელი, რომელმაც ახალი ქარხნის მშენებლობაზე ისაუბრა და ბოლო დროს გაზის დივერსიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გამოეხმაურა. Кое-кто говорит про монополию газа Сокар в Грузии. ჩვენს შესახებ ქართულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მონოპოლისტები ყოფილვართ. თუ ბაზარზე დაბალი ფასია, ლოგიკურად მონოპოლია ვერ იქნება. თუ ვინმეს რუსული გაზის შესყიდვა სურს, დაიყიდოს. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ბუნებრივი აირით შეღავათიანი პირობებით ვამარაგებთ. მას არ აქვს ეგრეთ წოდებული take or face ვალდებულება, რომელიც მოქმედებს რუსეთში, თურქეთსა და ზოგადად ევროპაში. ფიქრობ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ჩვენგან ნებისმიერ დროს იმდენი გაზი იყიდოს, რამდენის მოესურვება. Сокар покупает этот газ, если вдруг там зимой. ჩვენ მოვისმინეთ როვნაკ აბდულაევის კომენტარი, ახლა კი ვუბრუნდებით სტუდიას და ჩემს სტუმარს, როგორც წეგან მოგახსენეთ, ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო ილია, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. აზერბაიჯანული მხარე დღეს როვნაკ აბდულაევმა გააკეთა განცხადება, თქვენც მოისმინეთ ეს განცხადება. ზოგადად შეიძლება ითქვას, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით კმაყოფილია, თუმცა რაღაცა მაინც განაწყენებული ტონი იგრძნობოდა, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოითქვა მოსაზრებები იმაზე, რომ აზერბაიჯანული მხარე შესაძლებელია იყოს მონოპოლისტი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის განცხადებები, რომელიც კეთდება სოკარის მონოპოლისტობაზე, რამდენად რეალურია? არა, ჩვენ არ გვითქვია, რომ აზერბაიჯანული მხარე არის მონოპოლისტი, ამგვარი განცხადება სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა, არც მინისტრის. არა, სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა, უბრალოდ ცალკეული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ამაზე აპელირებას და აქედან გამომდინარე განაცხადა როვნაკ აბდულაევმაც. არა, მთავარი ხა დარწმუნება ბატონ რომელსაც ესმის, რომ აქ მთავარი არის რაც როგორ თვლის სახელმწიფო და არა ცალკეული პოლიტიკური ძალები ან გარკვეული ჟურნალისტური წრეები, ასე ვთქვათ. ჩვენ არანაირად არ უყურებთ აზერბაიჯანს როგორც მონოპოლისტს, უბრალოდ ფაქტია, რომ დღესდღეობით ჩვენი მოწოდება გაზის ხდება მხოლოდ აზერბაიჯანიდან, საკმაოდ კარგი პირობებით ხდება მოწოდება და ამისუ ჩვენ მხოლოდ მადლიერი ვართ მათი და რა თქმა უნდა ვაფასებთ. მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში ამაზე? შესაძლებელი რა თქმა უნდა ჯერ მე მგონი არანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან ამ თემაზე არ მიმდინარეობს, მაგრამ მაინც. იცით რა არის, საერთოდ არ მესმის ამ ხელა აჟიოტაჟი რატო და ასეთი ისტერიკა რატო გამოიწვია მინისტრის განცხადებებმა. მან უბრალოდ მარტივად ახსნა, რომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში მთავრობა ყოველთვის მოიძიებს
სხვა წყაროებს მიწოდების, ეს იქნება გაზის თუ ელექტროენერგიის. ძალიან მარტივია, ჩვენ რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ სამეზობლოში ყველაზე უფრო კარგი პირობები აქვს, ყველაზე კარგი ფასი აქვს ამ ელექტროენერგიის რუსეთს. თუ კი და არ ვიღებთ გაზს, იმიტომ რომ რუსული გაზი არის ძვირი და შესაბამისად დღესდღეობით ის ჩვენთვის ასე ვთქვათ საკმაოდ ძვირის სიამოვნებაა. თუ კი შეიცვლება მათი მიდგომა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ანუ ეს იყო გრძელვადიან პერსპექტივაზე გაკეთებული საუბარია, რა თქმა უნდა, ეს იყო გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს იყო ზოგადად ჩვენი პოლიტიკა და ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის და მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს ანალოგიური, რომ მუდმივად უნდა ეძებდეს ახალ ენერგიის მიწოდების წყაროებს. ანუ ის რაც არასწორად გაიგო ზოგიერთმა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ქართული მხარე რაღაცა ეჭქვეშ აყენებს აზერბაიჯანულ მხარეს როგორც სტაბილურ პარტნიორს, ეს არ შეესაბამება არანაირ სინამდვილეს. არა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანული მხარეც ამას ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არანაირად არ არის მათი ასე ვთქვათ პირობებიდან გამომდინარე, პირიქით კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგი პირობებია და ეს რა თქმა უნდა ვაფასებთ ჩვენ ამას, მაგრამ აქ საუბარია უბრალოდ რომ საქართველოს უნდა ეძებოს ჩვენს ირგვლივ არის ქვეყნები რომელსაც გააჩნიათ გაზი საკმაოდ დიდი რაოდენობით და ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა და გვაქვს საშუალება მივიღოთ ახლა მაგრამ ხოლმე რუსეთზე არ არის აქ საუბარი და ამიტომ ჩვენ მუდმივად ალტერნატიული წყაროდან ხო ვიღებთ აქ საუბარი არის არა მარტო აზერბაიჯანიდან აქ შაჰდენიზიდან გვაქვს გაზი ასევე იაფი გაზი და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ეს იყო ზუსტად დივერსიფიკაცია რომელიც რა თქმა უნდა კარგი იყო და ამან სხვათა შორის ამ დივერსიფიკაციის გამო როდესაც ჩვენ 4 სხვა წყაროდან მივიღეთ გაზი ამიტომ გაზსაცავის თემებმა გადაიწიათ უკანა პლანზე თუ გახსოვთ ერთი პერიოდი იყო ძალიან აქტუალური გასაცავის ამიტომ რომ დივერსიფიკაცია მომხდარიყო მაგრამ მოხდა ეს დივერსიფიკაცია თუმცა რა თქმა უნდა საკმარისი არასოდეს არ არის ან ყოველთვის უნდა ეცადო რომ მიიღო მაქსიმუმი შორის ძალიან საინტერესოა ერთი მომენტი რასაც მინისტრმა გააკეთა აქცენტი ეს არის ის რომ როდესაც იქნება კონკურენცია იქნება დაბალი ფასიც უფრო დაბალ ფასად არის შესაძლებელი გაზის შესყიდვა ანუ ეს გათვლა კი რა თქმა უნდა საბაზრო ეკონომიკის ძალიან ისეთი კანონია მაგრამ არის გარკვეული გათვლა თუ კი შემოვა კიდევ ერთი ალტერნატიული მომწოდებელი შესაძლებელია ფასმა გაზის ფასმა კიდევ დაიკლოს ხაბატონია კიდევ ვიმეორებ ჩვენ უკვე ვყიდულობთ შემოგვაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან და ამაში ესე იგი არანაირი საგანგაშო ამაში არაფერი არ არის თუ კი ჩვენ მივახცევთ იმას რომ რუსეთიდან გვექნება გაზის მოწოდების კარგი პირობები ჩვენ ასევე შემოვიტანთ რუსეთიდანაც გაზს ისე რამე ისეთი წინასწარი ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ რომ ან მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება ან ასე შემდეგ ამის შესახებ ინფორმირებულია თუ არა იგივე რუსული მხარე ესეთი კონკრეტული ფორმა ჯერ არ მეუღია ამას ეს უბრალოდ ჩვენი ასე ვთქვათ ხედვა არის მინისტრის ხედვაც არის ამგვარი მაქსიმალურად გახსნილია და ცდილობს რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად მოიძიოს რაღაცა ალტერნატიული წყაროები და ეს პირიქით მისასალმებელია და კარგია და უკვე კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგება და მომავალში ამას რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ დამაულად არაფერს არ გავაკეთებთ. კარგით, მოდით გადავიდეთ სხვა თემაზე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და აქტუალური, ეს არის ხუდონხესის თემა. ამ თემაზე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი და სხვადასხვა განცხადებებიც კეთდება. რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან გავიდა რეპორტაჟი სვანეთიდან, სადაც მოსახლეობის მოსაზრება უნდა აშენდეს თუ არა ხუდონხესი. იყოფა ორად, ანუ შეიძლება ითქვას ნაწილი თulis რომ უნდა ნაწილი მიიჩნევს კატეგორიულად წინააღმდეგია რომ აშენდეს, ნაწილი კი მიიჩნევს რომ თუ კი ეს საჭიროა და თუ კი მათი პირობები იქნება დაკმაყოფილებული, ასეთ შემთხვევაში არანაირი პრობლემა ამის აშენებასთან დაკავშირებით არ არის. მოდით, თქვენ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ იმყოფებოდით სვანეთში, გქონდათ შეხვედრები იმ ხალხთან, ვისაც უშუალოდ უნდა შეეხოს ეს საკითხი, როგორია მათი განწყობა? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თემა. ვიყავი მე ჩასული, შევხვდი ამ ადამიანებს და მე უთხარი რომ მე ჩამოვედი როგორც სტუმარი და ვბრუნდები როგორც თქვენი მეგობარი. დიახ. აი ამ შეხვედრის დროს, რომელიც ძალიან კარგი შეხვედრა იყო, რა თქმა უნდა, რთული შეხვედრა იყო საკმაოდ, მაგრამ ასევე ძალიან ბედნიერი წამოვედი მე, იმიტომ რომ გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი ამ და ეს ძალიან ეს სოფელი საშუალება მომეცა რომ გამეცნო თითქმის მთელი სოფელი და მიმდებარე სოფლებიც ასევე და მე მათ უთხარი რამდენიმე გზავნილი ჩაუტანე მე საქართველოს მთავრობისგან მე მარტო ჩავედი სხვათა შორის ასე ვთქვათ მათთან შესახვედრად და რაც მათ ასევე დააფასეს იმიტომ რომ უშუალო იყო უფრო ესეთი ურთიერთობა ჩემი აზრით და უფრო გახსნილები იყვნენ ისინი და მე მათ რამდენიმე გზავნილი ჩაუტანე
თუმცა სანამ გადავალ კონკრეტულად აი ამ გზავნილებზე, მინდა გითხრათ, რომ ხუდონ ჰესის ამ სოფლის დატბორვა ეს არ არის ჩვენი მოგონილი 30 წელიწადია ეს თემა მუსირებს. დაწყებული იყო მშენებლობები. დიახ, სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს მუდმივად არის და სხვათა შორის იქ მოსახლეობის განწყობაში იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ბოლოს და ბოლოს გადაიჭრას ან ისე გადაწყდეს საკითხი ან ისე. აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა, რომ 30 წელია ეს ადამიანები ცხოვრობენ მუდმივ გაურკვევლობაში. გარკვეული ნაწილი ამ სოფელზე გადასახლებულიც კი არის და თეთრი წყაროს რაიონში ცხოვრობენ. ასევე თვითონ აი ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია მათთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი ვერ აშენებენ ახალ სახლებს ამ სოფელში, იმიტომ რომ არის რა ბედი ეწევა ამ სოფელს საბოლოო ჯამში. აი ღობე რომ ღობია, ისე აშენებას კი. მაგ კითხვას დაგისვათ აუცილებლად, როდის არის შესაძლებელი გაერკვეს თუ არა, მაგრამ მანამდე მოვისმინოთ ის მოსაზრებები, რომელიც გამოითქმის გარემოს დამცველ ორგანიზაციების მხრიდან და ასევე რა პოზიცია აქვს თავად ინვესტორს. გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან ერთად უნდა იყოს სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოდგენილი და ეს უნდა იყოს ღია მოსახლეობისთვის, ანუ მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ბედი ეწევა იმ მოსახლეობას, რომელიც იქ ცხოვრობს და რა ბედი ეწევა იმ ძეგლებს, იმ სასაფლაოებს, რა მოხდება დატბორვის შედეგად ჩაძირულ სოფლებზე და ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდან, საქართველოს წვანთა მოძრაობის მხრიდან მე გავუსვამდი ხაზს იმას, რაც ჩემთვის ძალიან მიზანშეწონილი იქნება, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში იყოს აღწერილი ნულოვანი ვარიანტი, ანუ ვარიანტის შესაძლებლობა თუ არ აშენდა ხუდონი რა მოხდება მაშინ. როცა მოთხოვნა 5-6%-ის ფარგლებშია, როცა აშენებულია გადამცემი ხაზები მეზობელ ქვეყნებთან დამკავშირებელი, საქართველოს ენერგოსექტორი მოითხოვს უდონხესის მშენებლობას. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ამ პროექტის განხორციელებას ნამდვილად არ აქვს. გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში ყველა ეს კვლევა იქნება ასახული. და ეს არ იქნება ქართული კანონმდებლობით წარდგენილი, იმიტომ რომ გაცილებით მაღალი სტანდარტების მიმართავს ინვესტორი. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკით შესრულებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მოსახლეს, რომელსაც მოუხდება და მოხდება განსახლება ამ ტერიტორიიდან, მიეცემა არათუ კომპენსაცია, არამედ მიეცემა გარკვეული ანაზღაურება ინვესტორს ესეა გეგმაში იმისთვის, როგორც ეს სოფლიო პრაქტიკაშია, რომ მან მოახდინოს ახალი ცხოვრების დაწყება. დიახ, ჩვენ მოვისმინეთ კომენტარები, რომელიც კეთდება გარემოს დამცველი ორგანიზაციების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ინვესტორის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ხუდონხესი არ აშენდა, ეს არის ერთი კითხვა, ძალიან მოკლედ რომ გვიპასუხოთ, ცოტა დრო გრჩება და როდის გაირკვევა საბოლოოდ ვითარება, რომ ეს მოსახლეობამ ბოლოს და ბოლოს მიიღოს კითხვაზე პასუხი. ბიუჯეტში მაგალითად 20 მილიონი მარტო დარჩება სვანეთის ბიუჯეტში, ეს არის კოლოსალური თანხა სვანეთისთვის და სხვა გადასახადებები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა ასევე ხუდონხესი თუ არ აშენდა, ჩვენ უარს ვიძახით ელექტროენერგიაზე დამატებით 4 თვის განმავლობაში, რომელსაც მივიღებთ ხუდონხესიდან 10 წლის განმავლობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს გასაგებია, რომ ეს რაღაცა ძალიან მტკივნეული გაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის. ეხლა მინდა დავუბრუნდე ისო და ისო იმ ადამიანებს, რომელსაც მე შევხვდი, რაც შევხვდი. პირველი სახელმწიფომ ბოლო-ბოლო ამ ადამიანებს უნდა ერთხელ და სამუდამოდ გააგებინოს, რომ ეს გადაწყვეტილება ხუდონხესის მშენებლობასთან დაკავშირებით არის მიღებული. ეს მემორანდუმი არის ხელმოწერილი, ჯერ არავის ეს არ გაუქმებია მემორანდუმი. მეორე და აი ამ რაღაცა ფსიქოლოგიური უნდა გამოვიყვანოთ ეს ადამიანები და უთხრათ, რომ თვითონ შენებლობა ჰესის გადაწყვეტილია როგორც ასეთი პროექტად. მეორე ჩვენ უნდა უთხრათ მათ, რომ და ეს მე გადავეცი მათ, რომ აუცილებლად სახელმწიფო მათ მიმართ იქნება სამართლიანი. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ ძალისმიერი მეთოდებით მათ ურთიერთობა მათთან, რომელსაც შესაძლებელი იყო გარკვეული პერიოდის წინ რომ მომხდარიყო ურთიერთობა. და აუცილებლად ამ ადამიანებს ჩვენ უნდა ყავდეს ინფორმირებული ეს ადამიანები მათი ბედის შესახებ. განსახლების გეგმა როცა შედგება, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, უნდა მოხდეს თითოეულ მათ ამოჯახთან ინდივიდუალური მოლაპარაკება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიქმნათ ჩვენ აზრი ზოგადად რას ფიქრობს მოსახლეობა და არა მიტინგების და არა ესეთი შეხვედრების ფონზე. ამიტომ მე ვთხოვე რომ 10 კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბონ, მე ამ თხოვნას ისე უმეორებ, მე ხარ ვიცი მიყურებენ ალბათ შეიძლება ნახავენ ამ გადაცემას, 10 კაციანი საკონტაქტო ჯგუფი ჩამოყალიბონ, მზად ვარ ჩვენ უკვე შევხვდეთ მათ, დავიწყოთ კონკრეტული მუშაობა მათთან და აი ეს ყველაფერი გადავიყვანოთ
მიიყვანოთ სამუშაო რეჟიმში. მადლობა, სამწუხაროდ ჩვენ არ ვისაუბროთ კანონებით და არა რაღაც სხვა რაღაცა თქვა ფორმებით სახელმწიფომ და მოსახლეობამ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ახლა გადაცემაში რეკლამის თვალი. მალე თვალს ვერ მოსწყვეტ მეცხრე არხს. გულს სამუდამოდ გვაჩუქებ. ჩვენ გრძნობთ რა გსურს შენ. ტელემუნდოს შედევრი ტკბილი შხამი. მალე პიროვნება, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და ისეთი გამოცდილი და დიპლომატიური უნარჩვევებით, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი. ისეთი პოპულარული და ახალგაზრდა ენერგიით სავსე, როგორიც არის კახი კალაძე, ბუნებრივია მივხვდით, რომ საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატზე და ამ ფრაზის ავტორი არის ელისო ჩაფიძე. მე ვისურვებდი, რომ ის იყოს ისეთი ბრძენი მორალური პიროვნება, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, ისეთი დიპლომატიური უნარჩვევებით და გამოცდილებით, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ისეთი პოპულარობით და ახალგაზრდული ენერგიით, როგორიც არის მაგალითად კახი კალაძე. ახლა კი ერთად გავიგოთ თუ რა თემებს გვიმზადებს ზუსტად 9 საათზე მეცხრეხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ლევან ჯავახიშვილია პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობის ლევან. საღამომშვიდობისა ირაკლი, მოკლედ იმ თემების შესახებ, რომლებზეც ზუსტად 1 საათში ვისაუბრეთ. სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება, ლაფანყურის საქმე და ჩრდილო კავკასიაში არსებული მდგომარეობა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში. ოფიციალური ინფორმაციით რობერტ მიულერი პრემიერს მთავარ პროკურორ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და იუსტიციის მინისტრს შეხვდა დახურულ შეხვედრებზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური საქმეების გამოძიებაზეც ისაუბრეს. დეტალები ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ჩეჩნების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება თასთან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილისა და სალამ ზაურბეკოვის ცხედრები დუისიდან თბილისში დღეს გადმოასვენეს. საქმეზე ცნობილი ხდება ახალი დეტალების. დაღუპული ასლან მარგოშვილის მამა აცხადებს, რომ ჯგუფის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები აფინანსებდნენ. ვითარების დაძაბვასთან ერთად კი დაჯგუფების წევრებმა დარიგებული ფული დაახლოებით $18,000 გაანადგურეს. ცლა თემაზე დღის მთავარ გამოშვებაში. გივი თარგამაძის რეისი საპარლამენტო უმცირესობის წევრი საქართველოში ბრუნდება. თარგამაძე პირველ რადიოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში იმ პრობლემების გადაჭრაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მისივე თქმით ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაგროვდა. ქართული სამართალდამცავების ინფორმაციით სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რუსეთში ძებნილ თარგამაძეს არ დააკავებენ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა. დასაბობენ უმრავლესობის წევრები და როგორია უმცირესობის პოზიცია, ნახეთ ეს მთავარ გამოშვებაში. და ირაკლი უფრო ცლა დღის მთავარ თემებზე თამთა სანიკიძე და მე ლევან ჯავახიშვილი ზუსტად 55 წუთში გიამბობთ. წარმატებულ ეთერს გისურვებთ ლევან. მაყურებელ შევახსენებ ზუსტად 9-ზე ახალი დაიწყება. თქვენ კი უნდა იყოთ მოვლენათა ეპიცენტრში. ხვალ ზუსტად 6 საათზე ისევ ხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.